შეუძლებელია რომ ღმერთი იყოსო და შეუძლებელია რომ ღმერთი არ იყოსო. ნახე რა მაგრად ამბობს. მე ვხედავ მეტისმეტად ბევრს რომ ვუარყო ღმერთი და მეტისმეტად ცოტას რომ დავამტკიცო ღმერთი და ჩემი გული გილიჟებაო. იქნებ თქო, იმიტომ ვაძლევ ჩვენ თავს იმის უფლებას, რომ ვთქვათ ღმერთი არსებობს თუ არ არსებობს, რომ ღმერთის არსებობა ჩვენი მოგონილია. თუ ადამიანი ევოლუციის შედეგია, ანუ გორილა, შიმპანზე, ადამიანი. ის ნაწილაკები, ვინც ქრისტეს ქმნის, თუ იბიტო გამოიგონა ქრისტე რომ გადარჩეს. ჩემში რო არ იყოს რაღაცა ნაწილაკი, ვიდრე ბიოქიმიური პროცესების გროვა. საჭმელი გაქვს, თუ ბიოქიმია ხარ, რა გინდა? ძაღლს აჭამე, ასვი, მოეფერე, დამთავრდა. აი რა არის ჯოჯოხი. ეს ყველაფერი როგორ შეიძლება ერთი მხრივ ყოვლის შემძლე, ყოვლად მოწყალე, ყველგამყოფი და ყოვლის მხედველი ღმერთი და მეორე მხრივ აი ის საშინელება რაც სამწუთისობაში ხდება თანხმის ხატებიო ვამტკიცე. ვარ არის ლოგიკა. აქ უკვე გავდივართ ლოგიკის მიღმა. შეიძლება ესე ვთქვათ, რომ ნაწილობრივ თავისუფალინება არსებობს? აი ეგეც ძალიან დიდი თემა. თუ მართლა პრეტენზია გვაქვს აზროვნებაზე და უფრო ხმა ხედვაზე, მაშინ შეიძლება ერთადერთი პასუხი ამაზე. ერთადერთი პასუხი. თვალები რომ იწყენდება ხედავდით? გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი. დაგიბრუნდით პოდკასტ არეადან და ეს იცით რომ არის სივრცე, სადაც ცოდნის მოყვარე პოდკასტის პოდკასტები იწერება. სანამ თემას გაგაცნობთ და გეტყვით რაზე უნდა ვისაუბრო, სტუმართან ერთად გეტყვით რომ ცოდნის მოყვარე პოდკასტის წარმდგენია 26 წლიანი გამოცდილების გერმანული ბანკი პროგრედიტ ბანკი და ასევე ცოდნის მოყვარე პოდკასტის წარმდგენია MyPenji. თქვენ უკვე იცნობთ MyPenji-ს და თუ არ იცნობთ, ეს არის ვებგვერდი, რომელიც მე პირადად მეხმარება რომ თარგმნო უცხოური სტატიები, როდესაც ვამზადებ პოდკასტის ეპიზოდებს და ის არაჩვეულებრივად წერს ქართულად. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მისი ლინკი, MyPenji-ს ლინკი ეპიზოდის აღწერაში და გამოიყენოთ და სხვადასხვა შეგიძლიათ ცადოთ უფასოდ მისი გამოყენება. მამა გურამ გამარჯობა. მადლობა. მიხარია თქვენი ამ პოდკასტში ნახვა. ჩემი მაყურებელი და მე დიდი ხანია გელით. და ჩვენ ამ პოდკასტში ერთ კონკრეტულ თემას სხვადასხვა კუთხით ვცდილობთ რომ შევხედოთ ხო. რაღაცნაირი ესეთი მეც და ჩემი მაყურებლებიც ისეთი ადამიანები ვართ, რომ მაძიებლები ვართ, ესე შეგვიძლია ვთქვათ და რაღაცნაირად ვცდილობთ რომ ყველაფერში ყველა მხრიდან რაღაცებს შევხედოთ, რა ჩვენთვის ეს ძალიან საინტერესოა. დღევანდელ თემას, რასაც საუბრობთ, არის თავისუფალი ნება. ჩვენ თავისუფალ ნებაზე ვილაპარაკეთ ბიოლოგიის ჭრილში, ვილაპარაკეთ ნეირომეცნიერების ჭრილში, სხვა კუთხით შევხედეთ, რასაც მე დღესაც გავაჟღერებთ, ხო, თქვათ როგორ უყურებს ეს. და ასევე საინტერესოა როგორ უყურებთ თქვენ თავისუფალ ნებას. საერთოდ თავისუფალი ნება რა არის? რას ვეძახით თავისუფალ ნებას? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მსმენელებს, ძალიან კარგი ავტორიტეტით სარგებლობთ ყველგან და როცა გაიგეს რომ მე აქ მოვდიოდი, ძალიან ისეთი გამოხატეს პატივისცემა. მადლობა. მეორეც ერთი თვითონ თქვენ გადაცემის ფორმატის და სახტაური რომ ცოდნის მოყვარე პოდკასტი უკვე თავისთავად ინტრიგა უკვე გამომწვევია ყველას, იმიტომ რომ ყველას გვაქვს ცოდნაზე პრეტენზია ხო? ეგ ისეთი ის არის. და კიდევ მინდოდა მეთქოური აი ამ რასაც ამბობ ამ განსხვავებული დისციპლინებით რაღაცისკენ რომ მივდივართ. აი მაგათად ეს თემა თავისუფალი ნება, ხო? კი ბატონო. ეს იმდენად თავისთავად ეს ისეთი ურთულესია კი არა ჭიქაზე რომ ავიღოთ რაღაცა რომ ჭიქი გვინდა გავიგოთ რა არის ჭიქა. ეს შეუძლია ქიმიკოს ამოწუროს ჭიქა, ფიზიკოს და უშუალოდ მარკეტოლოგს არ მომხმარებელს არ ვიღაცას არ რამდენი რამე არის საჭირო ჭიქის არსშიც ახლა თავისუფალების არსში მეტნაკლებ ხომ ამიტომ ეს აუცილებელია ასეთი სხვა კუთხით გაშლა ხო? აი ნილს ბორსა აქ მე ახლა ფიზიკოსი არ ვარ, მაგრამ ეს უნივერსალური პრინციპი დამატებითობის პრინციპი და ლათინურად ეს კონტრარია სუდ კომპლიმენტა ესე ეწერა ბეჭედზე კონტეს ნობელის პრემიის ლაურეატია ნილს ბორია.
და ეს არის ურთიერთსაწინააღმდეგონი აღმავსებლებიანი არიან ერთმანეთის. ანუ თუ გინდა საგნის არსზე რაღაცა ცოდნა გქონდეს, ან მით უმეტეს აი ჩვენს თემაზე, მინიმუმ 2 ან 3 ურთიერთსაპირისპირო დისციპლინიდან უნდა შევხედოთ. თუ გინდა რამე იცოდე ჭიხაზე თუ თავისუფლებას. მინიმუმ 2 ან 3. გეთანხმებით აბსოლუტურად. ხო, აი მაგალითად ჩვენ რა ეხლა მაგალითად შენ ამბობ ეს მე ვამბობ ეს ყვითელი ჭიქაა. შენ ამბობ რომ არა ეს ყავი ჭიქაა. მესამე ამბობს არა ეს ფაიფური ჭიქაა. მეოთხე ამბობს არა ეს ჩემი ჭიქაა. და დავობთ 4-ე წაგვიყანენ ქავთარაძეზე. იმიტომ რომ ეს ავსებს კი არა აწინამ და მთლიანობაში ვიღებ ჭიქის არ. კი ზუსტად ეხლა შეიძლება ხო და აი დიახ აი თავში იყო ერთი ცოდნა ჩანდა ყველაფერი. სხვადასხვა მეგურულში ეს ჩვენი ერთიან ქართულ იდენტურია სინონიმებია ცოდნა და ხედვა ჩენა. აი მაგათ მეგრული მირჩკუ მეგრული თქვით მე ვიცი და მირჩკუ არის ჩანს მიჩანს სიტყვა. ანუ ის რაც ნახდი უკვე ხედავ და კითხვა არ არის, მაგრამ ეს რაღაც ზედაპირული ხედვა და დისციპლინები მოვიდა რომ აი ესე დისციპლინარული ცოდნა სხვადასხვა კუთხიდან უკვე დიფერენცირებული და სიღრმის არც ჩავცეთ ხოლმე. გესმით ბავშვობაში რაღაცაზე ზოგადი ცოდნა გვაქვს ოკეანე ზღვა და მეორე ოკეანოლოგია რას ხედავს სად ბავშვის ხედვა სად ამერიკა დანახული რუკიდან მეორე მეხუთე კლასელი ბავშვი სად ის ვინც ამერიკის მკვლევარია და რაღაცები და ასე შემდეგ და საბოლოოდ ანუ სამდგომარეობა გვაქვს პირველი რომ სრული ხედვა თლიან აი ეს რაღაც აცება ეს რა არის აი მერე ეს იკეტება, მერე ის ხსოვნა მოითხოვს რომ არ გაჩერებს და უკვე თხრი გვირაბებს რომ ის აქედან რომ ტოტალურად გავაცნობიეროთ ეს და საბოლოოდ ისევ გადავალთ იმ ცოდნას რომელიც უკვე არ დაირღვევა, ან უკვე შედგება, ან დედა ცოდნას მივაცით სრული არსით უკვე რას. დიდი გაგეთ. ეს მიდოდა მეთქვა, ხო? ჩვენ როცა მე ესე ვეძახი ხოლმე რომ მეცო გული და ტვინი ერთდროულად შეერთება, მაგას ვეძახი რომ აი ეს და ამას მოგ უკვე სრული თავისუფლება, აი ნება რასაც ვამბობ სიცხადე რომელშიც მე მონაწილეობ, ჩემი ჭირნახულია. იქ ჩემი არ იყო თავიდან მაჩვენე, ვაუ ერთი ახლა ჯიხვი ხა მე ვიცი ყველა ვნახეთ ის ჯიხვი მაგრამ ვაუ არ შელი ჯიხვი და მოინადირო ბეჭებზე მოიგდო სახში დააგდო და წვადები შეწვა აი ეს არის ბოლო თორე ჯიხვი შორი და ყველაფერი ვიცით მაგრამ რას გავს ჩვენი ქვეყანა ამა რუსაველი ვიცით ის ვიცით ეს ვიცით იმაში რომ არის მინინოში შტოიანა знает თვითონ მაგარი კაცია და რას გავხარ ფეხი არ გიდგას მიწაზე შენი მთელი ცოდნები ტიპტივებს ზევით ვერ განახორციელე არა ვიქცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსს და ბრძნობისა შოთა გვასწავლის და ეს შოთა გვიყვარს და ის ხოვრებაში განასად არის ცოდნის რეალური შედეგი საქართველოში ვისაც პრეტენზია გვაქვს თუნდაც ჩემით გავიწყოთ ეს სასულიერო პირი ვარ ამდენი წელს მოძღვარი თუნდაც ცოდნეები ფილოსოფოსები ვინც ვარ ჩვენ კი ბატონო და სად არის ჩვენი საქართველო შედეგი მაჩვენე შედეგი და გამომდინარე ტესტი იესო ამბობს პირდაპირ ამბობს ხე ნაყოფით იცო არ არის ნაყოფი ხე არ არის კეთილი მაშინ არის ნაყოფი კეთილია ხე ნაყოფს უყურეთ სიტყვას არ უყურეთ გამიგზავნა ცოტა მაგრამ ის მაინც თქვენი ცოდნის მოყარი პოდკასტი და გამომდინარე ვთქვი რომ ეს სწორი ის არის კარგი ის არის თქვენი ინიციატივა და ეს ასე თუ გააგრძელებთ კარგი შედეგი გამოვა კი ბატონო რაც შეეხება კონკრეტულ კითხვას ეს თავისუფალი ნება ანუ თავისუფალი ნება მთელი პრობლემა ამაში ანუ არის თუ არა ადამიანი ანუ მისი ქმედებას განაპირობებს უამრავი ფაქტორები დაწყებული მისი წინაპრებიდან ხა ფსიქოლოგები ამაზე ძალიან ბევრ წერენ ბავშვობის ფაქტორები კი ბატონო მეცნიერები წერენ რომ საერთოდ არ არის პიროვნება და ნება ეს არის ევოლუციის მილიარდობით წლის მანძილზე რაღაცა ჩვენ ვარ შედედებული რაღაცა გროვა ბიოქიმიურისა დაიშლება თავის დროზე ამიტომ რა დროს თავისუფალია ყოლია ილუზია თუმცა ნუ ფროიდის იგივეს ამბობს რელიგია საერთოდ ნევროზია და თუ კი ვინმე დასვამს ცხოვრების აზრზე კითხვა ჩემთან მოიყვანეთ მე მას გამკურნავ და იმას მევერჯერ არ იტყვის და ესეთ უზრდელობებს გაიზრდებაო ნუ მოკლედ ესე ნათქვამი საერთოდ ამამ მტყოფობაა უკვე კითხვის დასმა საერთოდ პრეტენზია გაქვს რაღაცას ხო
და ევროპაც გადავიდა აქეთკე თუ მარქსის ეკონომიკის რეფორმები და ასე შემდეგ, რომ ჩვენ ავამაღლებთ ეკონომიკას, ადამიანის მოთხოვნილებები დაკმაყოფილდება, ვიტალური მოთხოვნილებები, რომ ცხოველის და კარგად ვიქნებით, დამყარდება ოქროს ხანა. ყველას გვეყარება ერთმანეთი პროდუქტი არის. და კი ბატონო, მივიღეთ ეს შედეგები, ახლა ვის გვიჭერს, რა ვიცი, აბა ვისშია, ვის ყურია, მაგრამ რაღაცა არის, რომ ადამიანი მაინც არ არის ბედნიერი თავის არში, არა მგონია, ხო? და ვერ კითხოს არ ვიცი, ხო და მაშინ რა სფეროზე გადავდივარ ჩვენ? ეს სფერო აქვს თუ არ, ეს უკვე ცდება ადამიანური შესაძლებლობის სფეროს, ანუ ეს უკვე გადადის, ანუ როცა თავისუფალ ნებას ვლაპარაკობ, როგორც მეტაფიზიკურ ფენომენს, ანუ როგორც მეტზე ვიდრე ადამიანის ბიოქიმიაა, ხო? ამაზე გვაქვს ჩვენ ლაპარაკი, იმიტომ თუ ეს პროდუქტია ჩემი ევოლუციური განვითარების და გამომუშავებული უკეთ გადავრჩე, უკვე და აი ეს არის რა, მორალიც ამან შექმნა, რელიგიაც ამან შექმნა და ყველაფერი რომ უკვე და რაზე გადარჩე. ეს ბიოქიმია რომ ისევ დაიშალო ატომებმა და ამაზე მიდით მთელი რუსთაველი ამიტომ დაიწერა საწყალი ახლა ცოტა ჩამორჩენილი იყო ღმერთს ახსენებდა ნუ რა ვქნათ ახლა დღეს განვითარდით ჩვენ დიდები ვართ ახლა და როგორ შეიძლება ეს არის მე-18-მე-19 საუკუნე მამოწურა ეს და დღეს თუ მუსირებს ისევ არ ამგონია რომ სერიოზულად და შეხედო ამ საკითხს თვითონ მეცნიერული მიდგომებით და ყველაფერი ადასტურებს რომ არ შეიძლება ეს მაგრამ რომ ის ყველაფერი ესე ქაოსი იყოს ისევ ნებას უკავშირდებით იმიტომ რომ აქამდე მივდივარ ჩვენ თუ ეს ნება ადამიანში არის პროდუქტი ჩემი ევოლუციური განვითარების რაღაცა უფორმო რაღაცა ნაწილაკები უაზრო ნაწილაკები რომლის მილიარდობით წლის შემთხვევით კომბინაციების შედეგია ეს ჩვენი სხეული ვინც რუსთაველი დაწერა ვინც გალაქტიონის მერი დაწერა პიკასოს ნახატები შექმნა კომპიუტერული პროგრამები და კოსმოსი არაფერი არ ვთქვა მიქელანჯელო ყველაფერი იესოზე რომ არაფერი არ ვთქვა იესო ტვინის პროდუქტია ბიოქიმიამ გამოიგონა რომ დაებრეყვებინათ ხა ეს ყველაფერი ნახეთ რასთან გვაქვს ეს უსერიოზული საკითხია და აი იქნებს ზუსტად აქ იმიტომ არის ასე რომ ესეთი ცხადი საკითხი თითქოს როგორ შეიძლება ეს აზრი საერთოდ არსებობდეს პასკალსა გენიალურად შეუძლებელია რომ ღმერთი იყოსო და შეუძლებელია რომ ღმერთი არ იყოსო. ნახე რა მაგრად ამბობს. მე ვხედავ მეტისმეტად ბევრს რომ ვუარყო ღმერთი და მეტისმეტად ცოტას რომ დავამტკიცო ღმერთი და ჩემი გული გილიჯებაო. აი აქამდე შეუძლია ადამიანს ამის იქით ვერ გადავა, იმიტომ რომ ის როგორც ევოლუციის პროდუქტი ამას ამბობს შიგით, მაგრამ ვიღაცა რო არ იყოს მასში, თუნდაც ათეიში ან აგნოსტიკოში. ანტი რაღაცა სხეულამდე არსებულის რაღაცა მართლა რომელსაც ჩვენ ღმერთს ვეძახით თუ უმაღლეს არ თვითონ ის პრეტენზია რომ შენ თან ამბობ რომ ბიოქიმია ვარ და მილიარდობით წლის შემთხვევითი ატომების გროვით შედედებული რაღაც ჩემი ტვინის გული მაშინ ის პრეტენზია რომ შენ რაღაცაზე ამბობ რა არის თუ არ არის ღმერთი აი რომელ ნაწილს ეხტობი შენსას რა ნაწილით ამბობ ამა თვალით არ გინახავს მაგრამ შენვე ხო იტყვი რომ თვალი გატყუებს და არ შეიძლება თვალს არა კი ბატონო და ხუთი გზნობის ორგანოთი შედედებული ტვინით ვერ მაშინ შენ იტყვი გონი ეს გონი ხო პროდუქტია ხო ამბობ ნაწილაკების მაშინ ნაწილაკების მიღმა რაც არსებობს იმაზე როგორ გაქვს შენ პრეტენზია რომ უარყო რომელი ორგანოთი რომელიც მატერიალურია აი ამ შემთხვევაში აგნოსტიკოსი ცოტათი მაღლა დგას ათეისტ მატერიალი მაგრამ არც მაგასა გამართლება აგნოსტიკოები და აგნოსტიკოსების ხელსიბანე პილატესავით ვითომ რა უქრა შეუცდები და იმის რატო არ ჩერდები თუ აღიარებ რომ სამყარო გონები დაუტევნელია დიახ მაშინ მოდი რა პატარა ბავშვით გონების მიღმა თუ შენაბობ ვერ წავა და რატო რჩები აქ მაშინ ამის იქით რატო არ გაინტერესებს მართლა არის თუ არა 50-50-ზე და მოდი თუ ღმერთი არ გწამს მაინც უფალო არ ვიცი ღმერთო შენ ხარ თუ არა მაგრამ მე ამის იქით ვერ ვწდები თუ ხარ მე მინდა რომ შენ იყო მე არ მინდა ასეთ უაზრობაში დავსე და რატო აწყობთ დარჩნენ აქ აგნოსტიკოს აქაც რაღაცა იმალება იმიტომ ისევ თავისუფალნება არა გაწყობს იყოს აი აქ მივედით ყველაზე ღრმა საკითხი ღმერთის არსებობა თავისთავად ობიექტურად მტკიცებადი და თავისთავად არსებული იყოს ობიექტურად ჩემი ნების გარეშე აი როგორც ჩემი ნების გარეშე არსებობს ზე ახლა თვალს კი დავხუჭავ მაგრამ ახლა სირაკლემას რაში გამო ის არის მაინც თუმცა კვანტური ფიზიკა ამბობს რომ არ არის ეს სიგიჟეს ამბობს სიგიჟეს
კვანტური ფიზიკა იძახის, რომ აი ხა ის სიგი თუ უყურებ არის თუ არ უყურებ არ არის თუ არისო გეუბნებო დავარებოთ თავი ამას რეალობა აი კვანტური ფიზიკის ძალიან საინტერესოა მაგ ხრივ რომ იძახის რომ რეალობა ეს არ არსებობს რეალობა არის ის რასაც შენ ამ მომენტში ვეთანხმებ უკვე რწმენაზე უკვე რასაც წმენით ვამბობთ აქამდე უკვე კვანტური ფიზიკა ამტკიცებს კაცო მაგრამ რუსთაველი ნახე ნესტანი წერტ არიელს გაჯეთის ციხიდან მზე ანუ ღმერთი უშენოდ არ იქნების რადგან შენ ხარ მისი წილი ხარ ქართულში მზე ხო გვაქვს სიტყვა მზერა რატო გვაქვს მზერა თუნდაც რა მზე არის ეგვიპტურად ანუ მზეა თვალი უკვე ანუ ასედაც მზე ნუ რა მოქმედების ნიშანია და უტრირებას ვაკეთებ მაგრამ რა მზე არის თუმცა მზე რატო ჩაიდო რომ ეს ორი არ არის ერთი მთელია რასაც ხედავ ვერც მე ვიზამ ვერა არ ნოლია თვალი მზის გარეშე მაგრამ თვალს მზეს ეუბნება რომ ისიც უშენოდ არ იქნების შენ მისი წილი ხარ ანუ რა გამოდის რომ ჩემში არის ნაწილაკი რომელიც მისი ნაწილია ოღონდ რედუცირებული გადაფარული მატერიით რომელსაც თავი დაავიწყდა ჩემში როგორც მარცვალი ჩავარდება მიწაში მკვდარი მაგრამ მარცვალში ხო არის პოტენცია ვისგანაც გადმოვარდა ის გახდე მაგალითად ახლა საზამთრო რო ავიღოთ საზამთროს მარცვალი პატარა შავი მარცვალი ხო და აქ პრეტენზია რომ 15-20 კილოიან წითელი ხრაშულა საზამთრო გახდეს ამპარტავანია რამეს მაინც გავდეს კაცო უზრდელი თანამდებობის შეუფერებელი უღურიშე ტუტუცი რას ბედავს რამე რან წონა ქონდეს ან ზომა ან გემ არაფერი არა რა დევს იქ შიგრით რატო ხდება საზამთრო რატომ და იმან გაიარა გზა გახდა მისი დედა დიდი ბაბუა რამის გადმოვარდა იქიდან და ის იხსენებს თავის თავს მას ახსოვ შენ ჩემში რო არ იყოს რაღაცა ნაწილაკი რაღაცა ანტისხეული ვიდრე ბრმა ბიოქიმიური პროცესების გროვა აი ვინ არის ის ვინც არ ჩერდება აქ გადამატარე ბედის საზღვარი საჭმელი გაქვს თუ ბიოქიმია ხარ რა გინდა ძაღლს აჭამე ასვი მოეფერე არ თქვი დამთავრდა ყველა ცხოველი კმაყოფილი ერთადად უკმაყოფილოს გამო თუ დააკდა რაღაცა თუ ადამიანი ევოლუციის შედეგია ანუ გორილა შიმპანზე ადამიანი ბიოლოგიურად ერთია ხო ბიოლოგები ამბობენ მაგრამ ის ნაწილაკები ვინც ქრისტეს ქმნის ნუ თუ იბიტო გამოიგონა ქრისტე რომ გადარჩეს ბიოლოგიურად ეს გამოიგონა ეს სისტემები წარმოგიდგენია ეს ბიოქიმიამ როგორ შეძლო რომ იესოს ათქმევინებ ჯვარზე მამაო მიუტევა არიცია რასაკეთებენ ეს ყველაფერი ბრმა ევოლუციური იმის ის იყო თუ მოდი ასე ვთქვათ მეორენაირად როგორ შეიძლება ჩვენ რაღაცა მივიღოთ შედეგი თუ ეს შედეგი რას მივიღეთ პოტენციაში არიდო თავში რო შედეგს მივიღეთ ხო და უბრალოდ საზამთროს მარცვალში პოტენციაში არ ყოფილიყო ჩადებული ამას როგორ მიიღებ პოტენციაში რო არ ჩადებულიყო ჩემში რაღაცა მე რისკანაც მივისწრაფი ის ჩემში აი ბერშტეინია ფსიქოლოგი ეს ჩვენს თემას უკავშირდება ყველაფერი იმიტომ აქედან ვიწყებ ნება აბა მაშინ რა გამოდის მაშინ საერთოდ დავიხუროთ ხუდი ყველაფერი მოარყოთ და ჭამოვსვა და პავლემაც უკვე ხვალ მოვკვდები და რა მოხდა მე მაინც თუ გავქრებით რა ეს მაინც თუმცა აქაც პასკალი შეგაგონებს პასკალი ნახე რას ამბობს 1%-იც რო იყოსო შანსი რომ ქრისტე მართლა აღსგავ იმ 1%-ის ღირდა სიცოცხლეო ვიდრე 99% სიგი უარყოფ იმისთვის აბსურდისთვის რომელიც არსად არ მიდის გინდა ჭამე გინდა მილიარდელი გახდე თუ მიწადი იქცევი და არაფერი არ რჩება თუნდაც 1%-ის არა თუ მეტი და გასაგებია თუმცა ხო და ახლა ბერშტეინი რას ამბობს აი პავლოვის თეორია ხო იყო პავლოვი რას ამბობს რომ არის გამაღიზიანებელი რა ძაღლის რა ქვია სახელდამავს ინსტინქტი კი არა რეფლექსი ანუ გააღიზიანებდა აი როცა ის ზარი დაკრავს თუ რაღაცა ამას გამოიყოფა ერწყმი და აი ეს ამოძრავებს ნუ ცხოველთა სამყარო ძაღლის შემთხვევაში არის და მეტი არაფერი ამით არის დაჭერილი ანუ და ინსტინქტები მორჩა ის იმართება რა იმიტომ ნუ ათეიზმის ეპოქა იყო პავლოვის დროს და ბერშტეინის მაგ პერიოდში ცხოვრობდა ცოტა მოგვიანებით პავლოვზე რა თქმა უნდა 70-80 წლებში გარდაიცვალა და მას აქვს ასეთი რუსულად ასე ჟღერს და მე ქართულად აი ვის და ვის არ უთხარის აი მოდელ პატრებნობა ბუდუშევა ასე კი რაღაცა
აუცილებელი მომავლის მოდელი თუ საჭირო სასურველი თუ რაღაცა მომავლის მოდელი. ანუ ის ამბობს ასეთი შეგუებით გზით კი არ ვითარდება ორგანიზმი რომ რაღაცებს ეს არამედ მასში წინასწარ არის ჩადებული ის თუ რა მიზანს უნდა მიაღწიოს და ის ან მოკვდება და განადგურდება ან მიაღწევს იმ მიზანს და მე ინსტინქტები და რაღაცებით კი არა აქედან რომ მიდის ის გადასცემს სიგნალს თავის მოტორიკას და ყველაფერს მომეშველეთ აქ რაღაც წინამდებობამ და ესენი უკვე შტაბივით უკავშირდებიან რაციით და უგზავნიან იმ დახმარებას რაც მასჯირდება იმ ქალაქის ასაღებად უხეშად რომ თქვა აქედან ცენტრი რომ მეომრებს ამაგრებდეს ეს სიგნალს გადასცემს აგ როგორ მოვიქცე ჩაჭედილი ვარ მიშველეთ ანუ კი არ ეგუება და რაღაც უაზროდ კი არ მიდის აი დინა წყალი რომ დაასხა და მიდის და სადღაც გაჩერდა არა აქტიურია მასში უკვე ჩაწერილია წინასწარ რას უნდა მიაღწიოს ან მოკვდება ან მიაღწევ აჰა არის განსხვავება განსხვავება არის და ზუსტად მან შემოიცა თავური კითხვა რომ თავისუფალი ნება მან არსებობს ხო და უკვე რაც ვთქვით ეს არ არის რაღაცა ჩადებული რომ ვინ არის ის ან რა ძალა ის რომელიც მას წინასწარ ჩადებული აქვს როგორ შესაძლებლობა ახლა ვიღაცები იტყვის ეს ევოლუციის მანძილზე ინსტინქტები გასაგები აი არ ვიდაოთ აქ აი ახლა ისე იმას მივადეთ ზუსტად თავისუფალი ნების პრინციპი რა არის ის არ იყოს დეტერმინირებული და იძულებული თუ მე იძულებული ვარ ვაღიარო რაღაც სად მაქვს თავისუფალი ნება დატბორილი ვარ კი ბატონო იმიტომ სიცხადით ვარ დატბორილი მე არ მაქვს თავისუფალი ნება ახლა ზე უარყო გინდა აი ახლა ერთი წამი წარმოვიდგინე რომ პირველ მიზეზი სამყაროსი ღმერთი არის თუ არა ისევე აშკარა იყოს გინდა ათეისტურად გინდა თეისტურად ანუ ისევე აშკარა იყოს რომ არ არის ღმერთი ან ისევე აშკარა იყოს რომ არის ღმერთი საერთო ცხოვრება როგორ შედგებოდა საინტერესო იქნებოდა აი ბზესავით გიჭყიტირებს ეს ღმერთი და რას იზამდი აბა მე მაინტერესებს როგორ მოიქცევოდი იცი რომ ყველა შენი ფიქრის მოძრაობაც ის გადაადგა ბუნებრივია რომ ვიცი რომ ის მიყურებს მე მაშინ YouTube-ზე ერთი მოიპარავს მაღაზიაში რაღაცაზე აიხედავ კამერა უყურებ და რას იზა ბოდიში მაბათი მეც არ ვიცამ დედას გეფიცები დადებს იქ ბოდიში არა და გაიძურწა ესე იქნებოდა მთელი ჩვენი ცხოვრება აი ფარისეულობა პირფერობა უაზრობა რა ვიცი აბა არაფერს თუ არ დაგიტოვებდა განგება და ბოლომდე გახსნიდა თავის სიცხადეს და ამ სიცხადეში გამოგიშვებდა და ჯოჯოხეთი აი რა არის ჯოჯოხეთი სხვადასხვა ჯოჯოხეთი რა არის იცი აი ფარდის გადაწევა აპოკალიფსი სიტყვა რას იშავს აპოკალიფსი სიტყვაში აპოკალიმა ბერძნულად არის ფარდის გადაწევა გამომზეურება წარმოგიდგენიათ ერთი წამით ადამიანი რომელიც თავის სამყაროში არის აი სხეული გახსნა და ეკრანზე აჩვენო ყველაფერი ისი რა ჯოჯოხეთი იქნება და რო გადარჩენილიყო ამ ჯოჯოხეს ადამიანი თუ ღმერთი იქნებოდა მაშინ მეორე ჯოჯოხეთი იქნებოდა არჩევანი არ იქნებოდა და მისი ცხოვრება რას დაემსგავსება აბა მითხარი კლონი ან ორეული ან დაპროგრამებული რაღაცა რომელიც ყველაფერს ხუთიანზე აკეთებს მაგრამ იმ სიცხადის გამო და არა იმიტომ რომ რაღაც არჩევანი აქვს მაგრამ აი რაღაც შემოვიდა ხა ერთი რაღაცა მაგალითად ჩვენ ვამბობთ რომ თუ თავისუფალი ნება არ იარსებებდა იქნებოდა ჯოჯოხეთი და ანუ რაღაცა ყველა ერთნაირი პირფერობა რაღაცები მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ მაგას რეალურად ახლა არსებული გონებით რა შეიძლება ყოფილიყო რა შეიძლება რომ იქ ყოფილიყო ყველაფერი იდეალურად და ჩვენ საერთოდ არ გვეცადებოდა რა არის ჯოჯოხეთი და რა არის პირფერობა აჰა მიხსოვს რას ამბობ? შეიძლება ის ყოფა პირიქით, აი ყველასთვის ნეტარი ყოფილიყო და ყველა ძალიან კარგად ყოფილიყავით, იმიტომ რომ რაღაცას ესე ვაკეთებთ რა, აი ყოველდღე მაგრამ ეს ხომ იქნებოდა, მაგრამ რეალობა რა გვაქვს? რეალობა გვაქვს. ამას რა უყო, მაშინ ამას რა უყო? მაგრამ აი იცით რა არის? მაშინ შეგვიძლია ესე ვთქვათ, რომ რაღაც ნაწილობრივ თავისუფალინება არსებობს? აი ეგეც ძალიან დიდი თემა. ისიც რა ვამბობ? აი ნახეთ, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ რაღაც არის ჩადებული ჩვენში, რისთვისაც პრინციპში მთელი ცხოვრება ვცდილობთ, რომ იმ რაღაცაში გავიხსნათ, ხო? ესე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაც აი როგორც საზამთროს მარცვალი, საზამთროთ იქცევა, ხო? ჩვენში არის რაღაც, რაშიც გვინდა რომ გავიხსნათ რა. მანდაც მგონია რომ ყველას არ უნდა რომ გაიხსნას, ვიღაცებს უნდათ, ვიღაცებს არ უნდათ რომ გაიხსნათ. აი ეს წინასწარ ჩადებული რაღაც.
და თავისუფალი ან ნაწილობრივ თავისუფალნებაში ხوار მივდივარ თქო მაგაზეც კი მიფიქრია რომ კი რაღაცა არის მაგრამ თან თავისუფალნებაც არის დაახლოებით სწორად არის მეც შემიძლია თქვა რომ ამ მოცემულობაში რომ ეს ვიყოფებით არის მაგრამ ძალიან დიდ საბოლოო დიდში ერთი ნება არსებობს მხოლოდ ის სამყაროს შექმნის ორი ნება არ შეიძლება არსებობდეს ან იმიტომ ორი ნება რასაჭიროა თუ ერთმანეთზე ჯდება ორივე თუ განსხვავებულია მაშინ ერთ-ერთი გადაფარავდა ხა მარადიულად როგორ შეიძლება და ყოფილიყო ერთ სივრცეში ორი ურთიერთ მოწინააღმდეგე ნება ანუ კეთილი და ბოროტი მოდი ასე დავარ გადაჭდია ერთი მეორეს მოერეოდა ნუ ახლა რუსთაველი ამბობს რომ ბოროტსაზრია კეთილმან არსება მისი გზელი ანუ არსებული თავისთავად კეთილია იმიტომ რომ არსებული უყურეთ აი ლოგიკასაც გავხდეთ რომ რაიმე შეიძლება იყოს თავისთავად არსებული შესაძლებელია იყოს თუ ყველაფერი წარმოსახვა და წარმოდგენებია რაღაცა ხო იყო არსებული მატრიცა ანუ მე თუ მისგან წარმოქმნილ შემიძლია ვთქვა მე ვარ შევქმნა კოსმოსური ხომალდები კომპიუტერები მიყვარდეს სიგიჟემდე როგორც ტარიელს ნესტანი და მთელიას დაიწეროს ეს დრამები ამდენი მაცხოვარი თავის საოცარი სიყვარული თუ ბუდა თუ კრიშნა ეს ყველაფერი ხო თუ კი არსებულში ეს არიდო ეს პოტენცია თუ საიდე კი ბატონო ევოლუციონირდა მასე ახლა სიმინდის მარცვალი რო ავიღოთ ესეც ევოლუციონირდება აგერ პატარა მარცვალი მაქვს იქ ვერც ტაროს დაინახა ვერც ღეროს ვერ არაფერს ვერ დაინახა დიახ ევოლუციონირდა ჯერ პატარა ის ამოვა ღვივი მერე რაღაცას პატარა ორი აი ახლა ერთი წამი წარმოიდგინე რომ შენ არ იცოდე რას ჭურეთ პირველად ხედავ ამას აი ბავშვი ხარ ან პირველ ყოფილი აი რაღაცა თესტი გეჭირა ხეში ჩააგდე მიწაში ბიჭო რა დაემართა ამ რაღაცა ორი ფოთოლი დინამიკა არ იცი ბოლოს რას მიიღე აი რა მაგარი იქნებოდა სამყარო ბავშვები რატო არის ყოველ ბედნიერები ყველაფერი აოცებდა იმიტომ რომ არის აი გაოცება იწვევს ნეტარება ექსტაზს რომ თქვა რაღაცა ემართება გამოდის რაღაცა მე ჩერდება მე ტარო გამოდის ამ ევოლუციონირდა თესლი მეჭირა ხელში და მაშინ ჩატენილი ყოფილა თელიეს ღერო და იქ რო ახლა პატარა სიმინდის ტაროები ხო არ არის რომ იქიდან გაზი არა პროგრამა რაღაცა ანუ მე ვამბობ სამყაროს პირველ მატერიაში იქ საიდანაც მთელი სამყარო შეიქმნა ხა აფეთქების თეორიად გასაგებია მაგრამ აი აფეთქდა ეს ოჯახაშინებული მაგრამ ყოველთვის იყო ის წერტილი რომელიც ასანთის ღეროზე პატარა იყო დაწერა კარგი მეორე თუ მაშინ პოტენციურად არ იყო ყველაფერი ჩატებული ამას დღეს 21 საუკუნე ამ კითხვას არც უნდა ვსვამდეთ ეს შეიძლება ადრე დაესვა თვითონ გაგე პროგრამა რაღაცა ჩაწერდა რეებს აკეთებს რამდენი ისა თამაშებიდან დაწყებული ვირტუალური სამყაროები დაგანახეთ იქ რო ჩახედო ამ ჩიპში ის არაფერი არ ჩანს და მთელი ვირტუალური სამყარო ამოდის და რატომ ახლა აი ეს ვერ გავიგე აი მაშინ რა რათა რატომ არ შეგიძლია თქვა რომ ბავშვურად ლოგიკურადაც მეცნიერულადაც რომ იმ წერტილი იყო ჩიპი რომელში ჩაწერილი იყო ის სამყარო რომელიც ამოვიდა იქიდან გაიშალა მაგრამ ავტომატურად მივდივარ იქამდე რომ ეს წერტილი როგორ შეიძლება ვიღაცა პროგრამა არ ჩაეწერა აი აქ თანხმდება ყველაფერი მეც პირადად მეც არ შემთთვის ღმერთი რომელიც უკვე არსებულია უკვე ჩამოყალიბებულია აღარ მინდა მე პირადად მე ჩემი ღმერთი არის ზუსტად ის პატარა წერტილი ჩემს გულში რომელიც იმ მარცვალივით ვაკვირდები მის დინამიკა ეს არის ჩემი უფალი ჩემი ქრისტე ჩემი სიცოცხლე მე სხვა ღმერთი არ ვყავ ის ვიღაცა ცაში მყოფი ღმერთები და კრიშნები ბუდეები თუნდაც რაღაცე მამა ღმერთი ძე ღმერთი კიბად როგორც გარეთ არსებული რაღაცა კი არა ქრისტეს უკვე შემოყავს შიგნით საოცარს ბედავს ეს 30 წლის ბიჭი მე პირდაპირ ვიტყვი როგორც ადამიანი როგორც კაცი ჩვენი ძმა პირდაპირ ჩემი ძმები ხართ გვეუბნება როგორც ადამიანი აბსოლუტურად ადამიანია ჩვენისთანა ჩვენისთან რო არ იყოს როგორ მიბაძავდით და რაში გჭირდებოდა მიუღწეველი ხო რო ეკითხებიან რომ ყველაფერი კარგი რასაც აკეთებს ასაულებს აკეთებ არი აღადგინა კი მოდი რა მამა გვაჩვენე და საკმარისია ჩვენთვის რომ დავისვენებთ წვალობენ არ ვერც უარყოფენ აკეთებს კაცო თათბირობენ რა უყოთ ამ კაცს არი აღადგინა ვამბობ აღარ რა უკა გაჭედილები არიან ფაქტი წინაშე დგანან და აი ნება რა თავისუფალი ნება რა ხედავ რას აკეთებ ანუ თავისუფალი ნება რომ ფაქტებით რომ ტყდებოდეს აი არგუმენტები მაშინ თავისუფალი ნება არ იქნება მოვიტანდით არგუმენტებს და არ ნებდება იმდენად ძლიერია რომ განწირული ადამიანი თავისუფლებით აი როგორც აი წყალი
წყალს წაართვებს სისველეს? ვერასოდეს. განწირულია რომ სველი იყოს საწყალი, შეიძლება სულ არ უნდა, მაგრამ წყალი უდრის სისველეს. წყალს არ აქვს სისველი. წყალს აქვს სისველი? წყალს აქვს ფორმა, რომელსაც წავართვი ხო რომ გადავა, მაგრამ წყალს სისველი, წყალი უდრის სისველი. იესო ყველგან ამას ამბობს. ის არ ამბობს მე ვიცი ჭეშმარიტება. მე მაქვს ჭეშმარიტება, ან მე ვიცი სწორი გზა, როგორც ჩვენ ვამბობთ ხოლმე ყველას ყველაფერს უთითებთ, სულ მასწავლებლები ვართ, სულ სადღაც იქ წადი, ეგ წადი, იმას უყურაბა ნახე რა кайმა, ის ნახე პოდკასტი რა კარგი, ლინკი ჩაგიგდე ფილმი, ეს ჩვენ ვარ და იესო არსად არავის არ უშვებ, მამაზეც კი უკან არიხებს, არ ამბობს რომ ცაშიან ტაზარშიო, რო ეკითხებია, მამა გვაჩენდა საკმარისიო, ფილიპეს ეუბნება მოციქული მაროკეთ ფილიპ, რამდენი ხანია თქვენთან ვარ და მე ვერ მიცანი? ვინც მე მიხილა, მამა იხილა, როგორ მეკითხები? მოდით რა, ჩახედე რამ ჩვენ აზზე არ ვართ კიდე, ჩვენ გძინავს კიდე, ჩვენ ახლა ვიღვიძებთ რა არის ქრისტიანობა, ჩვენ რელიგიად ვაქციეთ ქრისტიანობა. ზედმეტად შევფუთე და ბავშვი დაგვავიწყდა, აკვანს ფუთავ და ამ დროს ბავშვს რო ჩაბაუნდა, სპაუნდა. ის ბავშვია შენი მაცხოვარი სულ გულში რო ყავ. დანარჩენი არის ისა შემნახველი, რო ჩვენამდე მოიღწია დოგმები, რიტუალები, ეკლესიის იერარქია, ეს ყველაფერი თავის ადგილი აქვს, როგორც გარემო გარსა აქვს. აი ქართულად გვაქვს სიტყვა გარსი და არსი. არაფერი არ არსებობს გარსის გარეშე, ფორმა და შინა არის. გარსი და არსი უკეთესია ფორმა. გარში თუ არ არის, არსში ვერ შეხვალ. და გარსი არის ეს გარეთ რამას შეფუთა. მოიტანა, მაგრამ არსი დაგვავიწყდა მეთქი, აქ დავრჩი ზედაპირზე. და ამის იქით ვერ გავდივართ, ამის სიმძიმე გვინდა რა. ხო და ესე იგი რამხელა რევოლუცია, ანუ ახლა რატო ამბობს ქრისტე ამას? აი ნების გამოვლება რა არის? ადამიანი რომელიც იერარქიიდან არ მოდის, აი არ აიგივებს თავის თავს არც სისტემასთან, არც აბსოლუტურად თავის თავში თვითმყოფ და უპირისპირდება ყველანაირ სისტემას, პოლიტიკურს, რელიგიურს, განათლებას, ტრადიციას, ოჯახს, იქ რომ ძმები რომ მოდიან, ოჯახის წევრები სანახავად ეუბრებიან ქრისტეს, რომ აი შენები მოვიდნენ, რომ დაანება მათ თავი, მოგედეს ვიღაცებთან რომ ზიხარ, აი შენები მოვიდნენ, თითქოს გაიქცევა ხა და არა, ვინ არის ჩემი დედა და ძმა, მამა, აი ვინც ღმერთის სიტყვას ის ნახე, სრულიად ახალი, აბსოლუტურად ამოყერავებული ყველა და მთელი ღმერთი და სამყარო თავის თავში ადამიანში ჩაატია, ანუ რახან ის როგორც ადამიანი ამბობს, რომ მე და მამა ერთი ვარ და მესიჯი არის შენთვის, გვანცასთვის, მამა გურამისთვის, ნიკოლოზისთვის, რა მნიშვნელობაა ყაბარისთვის, აბა გამოგვეყო ჩვენ? ჩვენი ხმა გააჟღერა, ვექტორი გვაჩვენა, საით ეძებოთ ღმერთი. თქვენ ხართ ღმერთი ტაძარი, ღმერთის სული ცხოვრობს თქვენში და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ახლა ესე დავწილიხოთ ყველაფერი. ეს ყველაფერი როგორ შეიძლება მეტი არ იყოს, ვიდრე ხო გეუბნებთ წარმავალი ფიზიკური არსებობა, ჭამასება და ყველაფერი და რაღაცა მატერიის მილიარდობით პროდუქტი. ნეტარ არიან მორწმუნენი, ახლა ვიღაცა თუ ამბობს, მაგრამ თვითონ ხო გეუბნებით, აი ეს თვითონ მე რომ მკითხო, აი ადამიანის სამყარო უკადასტურებს რომ აქ რაღაცა ჩარევა მოხდა ცხოველებისგან გასხვავებით, თუმცა ცხოველები რა ნაკლებად გასაოცარია. კაცო უბუბას შეისწავლე, ახლა ყველაფერი შესწავლილია, კალმარები, ჭიანჭველები, ფუტკრები, დედა ფუტკარი გამოყავდა. ნუ ახლა მილიარდობით წლის განმავლობაში, ბიჭო, მილიარდობით წლის განმავლობაში ვითარდება ის რასის პოტენციაა ჩადებული, თორე ახლა ეს რო დავდო აქ მილიონი წლის მერე რა, იმა პიანინოდ იქცევა, აი ეს ან რაღაცა დაიშლება ელემენტარულად. რაში არ არის ჩადებული პოტენცია, ის იშლება დროში, დრო მას ანგრევს. მაგრამ დრო ევოლუციონირდება ის რაში ჩადებულია პოტენცია. ხო. ანუ თვითონ ამას ვითომ ხსნიან, რომ აი როგორ იცით, რომ აი მაგალითად რა ტვინმა რატო გადაწყვიტა, ტვინი ხო არის ყველაზე პატარა ორგანო, 2% არის მთელი სხეულის, მაგრამ მოიხმარს ყველაზე ენერგო ის არის 20-30% მოიხმარს მთელი ჩვენი ენერგიის. და რატო დაიწყო ადამიანმა ფიქრი, რომ მაგალითად მდინარეს მარჯვენა უკი არ შემოული, მარცხნიდან შემოული. ახლა ისე გადავხტებით, ანუ ეს აზროვნების ის რატო გაჩნდაო რა და ვითომ ამბობენ რომ ეგ არის ევოლუციის დამჭირდამას, რომ ესე გაიგო. და ვინ არის ის ვით ევოლუციონირდება? ვინ იმას რა ქვია? აი მაგალითად ავიღოთ ისა აბრეშუმის ჭია გადის 4 ფაზას. პირველი არის ეს ჩვენ სოფელში ყავდა აბრეშუმი და ჩემი თვალით მაგდანახი რაკეტება. პატარა წერტილებს მოგვიტანდნენ, ესეთი 100-ის ყოლოფით დაყრი ამას მე პირველი ანუ პატარა თესლა. დევს პოტენცია რამხელა. გადაიქცევა პატარა ჭია. ეს ჭია დღე და ღამე ჭამს ამ თუთოს გადაიქცა ესეთი
დიდი ის არის, სულ შარაშურია, არ ჩერდება, ბოლოს ჩერდება. და რაც შეჭამშიგით, რაც ამას გამოშლის და შექმნის პარკს. ესე იგი ეს ევოლუციას თუ დავაკვირდები, ჯერ ვერ აკეთებდა პარკს, ხო? და რატომ მოუნდა პარკის გაკეთება? აზრი ვინ ჩადო პირველი აზრი? აი, მოდი ევოლუციონერი და როგორ ახლა ნელ-ნელა ვერ სწავლობდა და მილიონობით წლის განმავლობაში აი ოფლი მოიწვიდა, აი ეს გამოვიდა შექმნა იდეალური პარკი. ახლა რა ვქნა პარკში აღმოჩნდა. ახლა კიდე მილიონობით წლის განმავლობაში ნელ-ნელა ისწავლა როგორ გადაიქცეს ჭუპრად. მერე კიდე მილიარდობით წლის მანძილზე ნელ-ნელა გადაიქცია თავი პეპლად. ახლა პეპელა ის უხილავი რა რომელიც ხან წერტილი იყო თაისლი ხან ჭია ხან ჭუპრი ხან პეპელა რომელია ნამდვილი ამ 4 მდგომარეობიდან ის ჭუპრია თესლია ჭია პეპელა ანუ ყველა ის უხილავი ვინ არის რომელიც ხან წერტილი იყო ხან ჭია ხან პეპელა ხან ისა ჭუპრი რა ევოლუციონირდა რა იძულებს ახლა გადავიდა ეს ეგვიპტეში ეს მთელი ის იყო ადამიანური მის 4 მდგომარეობის ისა ჭიაზე მთელი რელიგიური კულტი და ჩვენ ის კიდე ერთხელ ის ადამიანის ბუნებაში მართლა ღვთის ხატება აი ნება რა არის ღმერთი უდრის ნებას ანუ რა არის იძულებით არ მოქმედებს ანუ გარედა ფაქტორებით არ მოქმედებს ვალდებულებით არ მოქმედებს ნაკლებობისგან არ მოქმედებს ანუ როცა ჩვენ ღმერთს ვამბობთ ანუ ქართულად ღრმა ერთი რომელიც მიუღწეველია და გამოვლენილი სამყარო თი შეგვიძლია მასზე რამე ვიცოდეთ თორე იმ გამოვლენაზე ლაპარაკიც არ შეიძლება რა დგინდა ჯერ ერთი ამ ეს ვერ გაგვიგია ჯერ მე ამაღდები ნუ ქრისტეში სხვა საკეის გამოვლიდა ერთი ერთზე მაგრამ ხო და აი ეს მიუღწეველი რომელიც აქ ევოლუციონირდა და ჩვენ ღვთის ხატება რო არ იყოს ჩვენში რაღაცა ის მე რო ვთქვი ანტისხეულობის სხვა არც ეთქვილებაში არ არის. აი დააკვირდით ადამიანურ საზოგადოებას და ცხოველთა სამყაროს წესრიგებს. როგორ არის ამ ერთი მხრივ ადამიანი არის ბოლო ფაზა ევოლუციის და ინტელექტის და იმის ფეიერვერკი და რეები გვაგაკეთებ მეორე მხრივ რა ხდება? რა ხდება და რა ყველა ცხოველთა სამყაროში რაღაცა წესრიგდება კი იქაც არის ომები და რა მაგრამ აქედან აქამდე ხა ორი ხარირემი ფურირემისთვის რომ იბძვის როგორც კი ერთი დაინახავს მეორეს რომ შეეში და დამთავრდა ის გარბის ეს არ მისდევს არ ხოცავს არ იმაშვრება და აქედან არ აყრის რაღაცებს ან ახლა ლომი ავიღოთ ანტილოპას შეჭამს ერთი რამდენიმე დღეს აჭველი არ უნდა გასულ რომც მოვიდეს არც გაეკარება და ადამიანი ვის ხო ჭამს იმ ხორცს და ან რა შეჭirdება აი მიწაზე რა აქ ხდება ისეთი რაღაცები რომელიც არანაირ ევოლუციის ლოგიკაში არის რაღაცა არის. აი ახლა მაშინ როგორ ახსნათ? ერთი მხრივ ყოვლის შემძლე, ყოვლად მოწყალე და ყველგამყოფი და ყოვლის მხედველი ღმერთი და მეორე მხრივ აი ის საშინელება რაც ამ წუთებში ხდება თან ღვთის ხატებიო ვამტკიცებ. ხო. და სად არის გადაკვეთი წერტილი რა ისა ეს ბოროტი იმით დააბა ღმერთმა ჩინური საბელი და გაუწყვიტა და ღმერთი არის გამწარებული რაქნას როგორ დაიჭეროს არიცის და ეს კიდე დაშლიგინობს აქ 1000 წელია ღმერთი შეწუხებულია რაქნას გავაიქცა და რა ვქნა ხა მე კი ვარ ღმერთი კი ვარ ყოვლის შემდგომ ყოვლის მე რა ვქნა აბა ეს მოხდა და აბა რატო უშვებს მაშინ რა შეიძლება დაწყებული ბავშვები რომლებიც ვულკანის ამოფრქვევითაც და 1000 ჭირი და უბედურები და ლეიკემი დაავადებული და ჰიტლერი და დიდი პატარა ყველაფერი აზელია ერგო ვაჟა ამბობს სადაც პირებზე სახარებს იქვე მთხელია ზვავისა თუმცა მაინც კი ლამაზი არის მაინც სიტურფით ყავისა და ბოლოს ვაჟა ამბობს ძალა არ მაქვს დავისავ აზი ვარ არის ლოგიკა აქ უკვე გავდივართ ლოგიკის მიღმა აი ახლა ეს საკითხი ხო თეოლოგიურად ჩვენი დიდი მამების თუნდაც დიდი ებრაელი მოაზროვნების რომელიც ბიბლიის ორიგინალიდან გამომდინარე რომ იხსნება რა მოხდა იქ რა არის ეს 64 ბოლო რატო იყო იქ ორი ხე ერთი სიცოცხლისა და სიცოცხლის ხე და მეორე ბოროტებისა და სიკეთის რატო უშვებს ღმერთი იმას რომ თან აფრთხილებს რომ ხელს რომ მოკიდება მას და უშვა შეჭამა მეორე ხისგან მოკვდებით და ამ დროს რომ იწვდიან ხელს არ ერევა მით უმეტეს იცოდა რა მოყვებოდა ამას დღემდე ყველაფერი როგორ არ ეცოდინებოდა როგორ ფიქრობ რა მოყვებოდა და მაინც უშვებს
ანუ მაშინ სად არის გადასაწყვეტი? ნუ ახლა ჩვენ აქ დაშვებას ვაკეთებთ ათეისტებს და იმას აგნოსტიკოსებს არ ვედავებით, ჩვენ დაშვებით საუბრობთ ამაზე, რომ არ შემოგვედავენ, რომ ეს პარადიგმა თქვენი მოგონილია და ჩვენ სულ არ გვწამს ეს მითოსი და ზღაპრები. ეს მათი გადასაწყვეტი ჩვენ ვამბობთ იმ პარადიგმიდან, იმ დაშვებიდან, რომ ვიღებთ საწყისა, იმიტომ რომ ღმერთი თუ დაშვება არ გააკეთებ, ვერც ვინ დაამტკიცებს, მაშინ ის არ არის. ან ახაც მეორე და რაღა თუ ორი არჩევანი მაქვს, ბოდიშის მოხდით, მე ამას ავირჩებაში თქვენ აირჩიეთ, იყავით კი ბატონო ქენება. ხო და ჩვენ ამიტომ ახაც არჩევანი გაქვს. წარმოგიდგენია გონცა რა რამხელას. მოდი ღმერთი ერავე აცგიდა დაარქვი. ჩვენი სიცოცხლე და არსებობა რამხელა თავისუფლება შენ პატარა მასას ბიოქიმიურად რა გწონა რამდენი კილოგრამ მოხვალა მე რაღაცა დავუშვათ რამდენიმე 10 კილოგრამ მასას თავისუფლება გვაქვს რომ ღმერთზე ვიბჯერდო ის არ არის. ხო. ნახე რა მოგცა. იქნება მაშინ თავისუფლება და შენი პატივისცემა, სიყვარული, რომ არ გდრგუნავს, არ გაიძულებს თავის თანდასწრებას, არ გახვევს თავის და შენ ამ პატარა არსებას არათუ რომ კითხვას არ სვამ, ახლა ცხოველი არ სვამს კითხვას და ბედნიერია თუ რაც კიდე მაგას ეს პრობლემა საერთოდ არ აწუხებ, ხა ლომი წარმოიდგინე ახლა სამყაროში არის თუ არა ღმერთი, რა ვიცი, იქნებ მართლა იქ ამას ჩერნიგოვსკი კვალიას ეძახის ცხოველების შინაგან სამყაროს იქ ვერასდროს ვერ ჩავადი, იქნებ მართლა ისინი ჩვენზე გასულები არიან, მე რა ვიცი რა ხე, ეგ საკითხავია. და მაგრამ მოდი რაც რეალურად ვიცით იქიდან გამომდინარე ვთქვათ რომ ესეთ პატარა არსებად ფიზიკურად მე თუ მარტო ესავა რა პრეტენზია მაქვს რა შესაძლებლობა ისეთი მე შემიძლია ვთქვა რომ მოვიჩრდილო ასე და ბუტე გაგებუტე არა ხარ ამაზე დიდი არჩევანი გინდა რომ მე შემიძლია ვთქვა და მეორეს იქვე შევდი თქვა არის და მაგან რაღაცნაირად აი ამაზე ანუ ეს რატო რა ხდება ხო აი მან მაგ ეგეთი ეხა მე რასაც ვიტყვი არ გედავებით არაფერში უბრალოდ რაღაცა თეორია შემო არა კი იქნებ თქო ანუ მიფიქრი ამაზე და ამიტომ იქნებ თქო იმიტომ ვაძლევ ჩვენ თავს იმის უფლებას რომ ვთქვათ ღმერთი არსებობს თუ არ არსებობს რომ ღმერთის არსებობა ჩვენი მოგონილი როგორ ღმერთის არსებობაც ჩვენი მოგონილია და ამის გამო ვაძლევთ საკუთარ თავს იმის უფლებას ვთქვათ რომ ხო ჩემი მოგონისაც მინდა იმას მინდა წავშდი ახლა რომანს წერ და ვიგდა წავში არც რა ამ რომანში დავწერე აფე არ იქნება გამოვიგონება ხარ მაგრამ თვითონ ეს უნარი რომ გამოიგონო ღმერთი გამოიგონო ისეთი ქრისტე შენ რომელსაც ჯვარზე ათქმევილი მამაო მიუტევა მათ არ იცი არასაკეთ მაშინ შენ იქნები ჩემთვის ღმერთი ეს ყოფილა ღმერთი ჩემთვის უკვე არ აქვს მნიშვნელობა ეს ვიღაცამ გამოიგონა მთელი ეს სახარების სიუჟეტი თუნდაც ხაგავადგიტა თუნდაც ვეფხისტყაოსანი შეთხსა შროთას ნეირონებმა ნუ მატერიალისტურმა ქაოსისგან ერთ რამდიშლობა ფაქტი ხო დაწერილია ვეფხისტყაოსანი სახარება ქრისტე მთელი ჩემთვის ეს არის მთავარი და ახლა ხანდახან ერთ გადაცემაში ვთქვი კიდეს გავბედე რომ ვატიკანმა და იერუსალიმმა რომ გამოყარონ ებრაელებმა ერთდროულად ისა რა ქვია მტკიცებულებები და აი კაცობრიობას ბოდიში მოუხადონ ამ იმისთვის მოტყუებისთვის რაც ჩაუტარეს მათ რომ აი არ იყო სხვა გამოსავალი ბოდის გიხდით თქვენი ჭირება აგერ და აძმაო აგერ მონაცემები რომ ყველაფერს ქრისტეც ეს აღდგომაც ყველაფერი აგერ და დოკუმენტურად მე გამეცინებ იმიტომ მომხდა ფაქტი უკვე მოხდა ხო მე ვხვდი რას ამბობ ის ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა დაწერილი ხო არ სახარება ანუ შენ თუ დამიმტკიცე ეს სახარება მე მოვიგონე ვიღაცები ამბობენ იქ ორდენი იყო საიდუმლო და შეთხსე გენაცვალეთ ორდენო შენ იქნები მაშინ ჩემთვის ყველაფერი იმიტომ შენ რო ეს შეძელი შენ უფრო დიდი ყოფილხარ კიდე ანუ ეს კიდე უფრო მაახლოებს იმასთან რომ ადამიანი მეტია ვიდრე ისე ვისაც ეს შეუძლია რომ ქრისტე გამოიგონოს წყალებში ხო და ნუ ეხა ეს უტრირებულად ვამბობ აბსურდია ჩემთვის ეს ყველა ეს აი ეს უკვე გადის მტკიცებულების იქ განა ის ფაქტი რაც დღეს ხდება ტექნიკური ბუმი და ეს ხელოვნური ინტელექტი და არ ვიცი რა ადამიანი რომელიც დავითის ქანდაკებას ქმნის ასეთ პროგრამებს და ასეთ მუსიკალურ ნაწარმოებს ასეთ ლექსებს საოცარ აქტიურად კითხვა ისმის კიდევ ისმის კითხვა ეს მკვდარი მატერიის უკვე არ არის თავისუფალება და ადამიანი ბევრად მეტი ვიდრე პროდუქტი ევოლუციის რომ ახაც განა ის რომ ვიღაცა ამბობს ვიღაცისთვის ყველაფერია კაცო ქრისტეც და თავისთავად საკითხიც არისთვის მაგრამ ასეთი ჭგილეთა რო არის ამ საკითხის გარშემო და მაინც ისევ ქრისტეს აღდგომას უკავშირდება, იმიტომ რომ ეს უკვე მწვერვალია, ყველაფერს არის ფილოსოფიური სისტემებიც, რელიგიური სისტემებიც, მაგრამ სხვათა შორის წამსში
წამს ერთი ღმერთი რო არის ჩვენ წამსი ჩამოქნილი როგორ რა გვწამს ქრისტიანები ქრისტეზე წერია რომელიც ჩვენთვის და ჩვენი საცხოვრებისათვის გარდა მოხდა ზეცით და ხორცი შეისხა სულისაგან წმინდისა და მარიამისაგან ქალწულისა განკაცდა და ჯვარს ეცვა ჩვენთვის პონტოელისა პილატესზე ახლა სტოპ რა შუაში პილატესად ჩაკვეხეს წამსის დოგმატში პილატეს რა უნდა რატო გაკეთდა რომ გეუბნება პილატე ისტორიული პიროვნება იყო რომ ეს არ არის მისტიკა ეს არ არის რაღაცა გნოსტიკური რაღაც გამოგონილი აქაც გიფიქსირებს პირდაპირ ეს ისტორიულ დროში მოხდა დიახ როგორც ისტორიულ დროში მომხდარი მოვლენიდან იხსნება უკვე საიდუმლო აქედან რომ ჩვენ ისევ ჩვენ გამოგონილად არ ჩავთვალოთ იმიტომ რომ მაშინაც იყო ეს გნოსტიკოსების და უამრავი რომ ისევ და ისევ განაახალია რამე ახალი არის ჩვენი მატერიალიზმი ათეიზმს აჯობებენ ეგ საუკუნეების ბიბლიაში და ყველგან წერია თქვა უგუნურმა თავის გულში არ არის ღმერთი ანუ აქ ადამიანი როგორ ფიქრობს ღმერთს უარყოფს იმიტომ რომ გამოიკვლიე ყველაფერი ოფლი მოიწურა დადო ნაშრომი და არ ყოფილა კი მინდოდა ყოფილიყო მაგრამ სამწუხარო დავამტკიცე და მე ხდება ათეისტი ირჩევს პატარა ბავშვობაში ძალიან სამოთხისეული ის როა წმენა ყველა ადამიანის მიმართ სიმართლე უყვართ ყველა მე 10 წელი დავდიოდი ციხეებში ყველაზე მძიმე პატიმრების ცხოვრობდი წლების მანძილზე შემდეგ ყველაზე მძიმე გაჭირვებაში ყოფი ადამიანები აი ჩემი მოძღვრების იმიდან გამომდინარე ხელი მქონდა ჩაყოფილი სამზარეულოში წლების მანძილზე ასე და ყველგან ერთი და იგივე ადამიანი ირჩევს გაბუტულია ღმერთზე იმიტომ რომ ის ღმერთია თვითონაც არ აწყობს იყოს გამწარებულია ბავშვობაში რაღაცა ნახა რომ წამდა ბავშვობაში სიცოცხლის სიკეთის სიყვარული იქ რაღაცა მოხდა გაჩერდა მოხდა კიდე ჩაიკეტა და გაებუტა სამყაროს ეს თავისუფლება ადამიანის ღმერთს რო არ მიეცა ადამიანი გაიტანჯებოდა იმიტომ რომ არც აწყობს იყოს ღმერთი და თავშესაფარიც არა ამიტომ მე რომ მკითხო მატერიალიზმი ათეიზმი თუ აგრეთვე ეს არის თავშესაფარი რომელიც თავისი მოწყალებით ღმერთმა ადამიანს უბოცა კარგი შენ თუ ვერ უძლება მოდი დაისვენე იყავი უამყავი კი ბატონო თქვენ შენ თუ გონი ახლა მე გაგიბრაზდები და შენ გეგონოს ასე და ადამიანი ქმნის თავის მიკროსამყაროს და ღმერთი იქ არ შემოდის იმიტომ ის ობიექტური რეალობა არ არის ნება ის და შესაბამისად სხვათა შორის მამები ამბობენ რომ ღმერთმა გარისკავრო ადამიანის შექმნა იმიტომ რომ ის ვინ შექმნა აი ახლა შექმნას ვილაპარაკ საერთოდ აი მოდი კითხვა დავსვათ თვითკმარ თავის თავში სრულ რომელიც თავის თავიდან არ გამოვა საჭიროების გამო ნაკლებობას არ განის იმიტომ როცა ღმერთს ვამბობთ მაშინ ეს უნდა მივაწერო და ხა სხვა საკითხების ზერავით ამარა დაშვებით არის ღმერთი ჩვენ თუ არ დავუშვით ვინ გამოიკვლიოთ მართლა შეგეზია ხა მე რო თქვის ათეისტებმა და ამტკიცეს ყველაფერი მერე გახდა არა ჯერ ათეისტი ხდება ის იმიტომ ბავშვობიდან ხდება გადაწყვეტს არ არის არ თქვა უგუნურმა თავის გულში არ არის ღმერთი იმან კი არ გამოიკვლიე არ აწყობს და უგუნური ხარ ღმერთის სიცოცხლეს უარყოფ არსებობას უარყოფ შენ ამით უბრალოდ აი ესე გადაწყვეტეთ მე მტკიცებულებები მე ამტკიცებს თავის პოზიციას კაცო ეგრეა მორწმუნეს ასეა რაღაცა ხდება მაშინ და მე ყველა მტკიცებულება მოდის იმის გასამყარებლად რომ მართლა არსებობს ხო რაღაც გამიწყდა ასე მაგრამ შენ თუ გაკეთე არა რაღაცა მინდოდა შექმნაზე უნდა ხო და აი შექმნაზე უყურეთ ხო თვითკმარ ასეთ რა ვთქვი აი რატომ მოუნდა რომ მის გარეთ სამყარო რომელიც ახლა ჩანს თავის galaktikებით ობიექტურად ეს ობიექტურია რომელსაც ჩვენ აღვიქვამთ და ჩვენს თვითონ ეს ხო არაფერი არ იყო ანუ ღმერთი ნიშნავს ღრმა ერთი ჩვენ არ ვიცით რა ხდებოდა მის გულის გულში მაგრამ ჩვენ როცა ღმერთზე ვამბობთ აუცილებლად და უკვე ამბივიღოთ დაშვება იმის რომ ის არის ნაკლებობას არ განიცდებს მოდი ესე ვთქვა და თვით ნეტარია ამით ანუ თვით ნეტარია იმით რომ არ თავისი ყოფნით ნეტარებს პლუს ახლა როგორც შეიძლება ღმერთი თვითონ იყოს ნეტარი მან არ იცოდეს ის ნეტარი ანუ ის არის არაპირველი ნაწილაკი ანუ უმაღლესი გონი მხოლოდ ყველა დეფინიცია მას აკნინებს არ შეიძლება ვითომ შენ ახლა კარგს უკეთებ ღმერთს რომ აღიარებ რომ ყოველად შემძლეა თუნდაც ის რომ ის არის ესეც შეზღუდვა ამის იმიტომ შენ ვინ ხარ ვინც ამტკიცებ რომ ღმერთი ესე შენ მასზე დიდი ყოფილიყავ მაშინ შენ რა ის ობიექტია და იმან მადლობა უნდა გითხრას რომ აღიარე და რაღაცა საერთოდ ვინ ხარ ამ კითხვებს როსო აი ესეც ამტკიცებს რომ ეს მისგან გამოცებული ესეთი უნარი ხო და რატო დასჭირდა რომ მის გარეთ ყოფილიყო ვიღაცა ვინც
აი ეს მთელი სამყარო ვისთვის არის galaktikebიანად ყველაფერი და გვირგვინი ადამიანი. რა აუცილებლობის გამო მოიწყინა და ვაიმე ახლა ბავშვები რო გამოდიან დავუშვათ ერთი რაკეტა რო უჭირავს ჩოგბურთის რაკეტა ეზოში გამოდის სათამაშო და არავინ არ არის მეორე რო ეთამე მოიწყენს და ცალკე ერთი და მეორე რაკეტა უნდა და ბავშვს ხო რომ ეთამაშა და აი ღმერთს ხო არ შეიძლება თქვა მოეწყინა მარტო ყოფნა და მოდი რა ვიღაცას გამი რომ მეთამაშება და ვისთანაც ერთად გავერთობი კარგად ვიქნება ხა ეს რაღაც დონეზე შეიძლება მიმჯეროთ ესეც მაგრამ თუ მართლა პრეტენზია აქვს აზროვნებაზე და უფრო ხომ ახედვაზე მაშინ შეიძლება ერთადერთი პასუხი ამაზე ერთადერთი პასუხი მას უნდა რომ ის სიკეთე რომელიც მასშია და რა სიკეთეა თვითონ ღმერთად ყოფნის განცდა მე ვარ და ნაკლებობა არ მე ვარ ნახე რა არის დიდი გაგიაზრებია რას ნიშნავს გიგზვია რას ნიშნავს რომ ვარ სადაც სიკვდილი არ არის სადაც ნაკლებობა არ არის სადაც სისავსეა ნეტარება და ყოფნა ამას ნიშნავს მე სხვაგანაც ვთქვი ყოფნა არ ყოფნა შექსპირის რო აქ ეს გაიგება თითქოს სიცოცხლე ან სიკვდილი ნახე ყოფნა არ არის უბრალოდ ვარ ყოფნა არის რა ყოფნობა მყოფნის ყოფნაში ყოფნა ანუ კმაობაში ყოფნა სისავსე თუ სისავსეს აკლია რაღაცის ყოფნა არ არის არც სიცოცხლე იმიტომ რომ ოდნავ ნაკლებობა მე მკლავს მე ყოფნაში ვიქნები თუ მყოფნის არსება მეტი არ მინდა და ეს არის ნეტარება გაჯერებული ვარ და კი არ მომეწყინება ეს სისავსე ახლა ზოგი ამბობს რომ კაცო იქ მარადიულად რა ვაკეთო მე რომ ანუ თავის ეს თოხი მიაქ იქაც იქ უნდა თოხროს უდან სულ დუდი უნდა სვას მარადიულად და ვერ წარმოუდგენია და აბსურდია ეგა იქ დროც არ შეიძლება როგორ არის იქ დრო საერთოდ ეს არის ყოფნა ახლა მეორე არ ყოფნა რა ყოფილა მაშინ ნაკლებობა არ ყოფნის და ეს ნაკლებობა სიკვდილია და ეს სიკვდილი და ნაკლებობა არ მაჩერებს მაიძულებს ყოფნას იმიტომ თუ არ ყოფნა რეალობაა მაშინ ყოფნა მithubetes არის ანუ არ ყოფნა არის ის რაც ყოფნა არ არის ანაკლია ესე იგი ის არის რეალური და მე ვარ მისი ნაკლებობა უკადასტურებს ყოფნას ეს ჩემი არ ყოფნა შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენ არ ყოფნაში ვართ როგორ არა არ ყოფნის აბა მაშინ კიდე და ერთ მანქანას ერთ სახს აიშენებ და რაღაცას და გაჩერდებოდა და მეტი რა თუნდა ხე მილიონი შეო და მეორეზე მუშაობს გაიხანია და მე მესამეზე მუშაობს გაიხანი სულ არ ყოფნაში ადამიანი აი ახლა საოცარს გეტყვი ჩვენ რომ ქრისტეს მეორედ მოსვლასო და მე 1000 ჯერ გავიმეორებ ჯერით მეორედ მოსვლა არ არის ქრისტიანული ტერმინი ეს ჩვენი ტერმინია ერთხელ მოვიდა ის ცოცხლად მე თავისი თავი რომ ამაღდათ როგორც აი ნაყოფი თესლა დატოვა თავისი სული წმენა რომელითაც ღვთისმშობელში ჩაისახა სული იგივე სული გამოიყო იმიტომ რომ ტირაჟირება მომხდარიყო ქრისტეს სიცოცხლები გავრცელებული იყო აი რატო ეწამად მოვიდა რომ მარცვალი გამოიყო წმენის მარცვალს ვიღებ ჩვენ წმენით მარიამ ღვთისმშობელი და აქედან ამოიზრდება უკვე ცოცხლად ჩვენ მის იმ გზას გადის რაც იქ პროექტში ქრისტემ გაიარა იუსტემ შენში გადის ამ წმენი რომ ჭირნახულის ნაყოფი გამოიყოს სიყვარულად გამოიყოს ნაყოფი ბოლომდე და ეს არ ყოფნა ნაკლებობა ანუ ღმერთი ქმნის მე რო გითხარ რატო ადამიანისთვის დანარჩენ ყველაფერი მისთვის არის ეს ანუ მას უნდა რომ ეს ნეტარება ყოფნის ნეტარება მე ვარ განცდა ეჩუქებინა იმი ვიღაცისთვის ხვისთვის იმიტომ რომ სიყვარულის კანონი ეგ არის გადმოსკდა შენი თავი აი ბავშვობაში თუ კი პატარა რაღაცა ტყეში თუ იყავდი რაღაც ხილს ნახავდი ან რაღაცა ლამაზ რაღაც ხო გარბი ხარო სხვებს საკუთარ თავი გავიწყდება და გარბი ხარო სხვას ახარო ეს სიხარ ანუ მიენიჭებინა ეს სიხარული ვიღაცისთვის მაგრამ ის ვიღაცა ხო ჯერ არ არის ანუ თუ პირდაპირ მისემდა მისი მიმღებლობის გარეშე ეს მიღება არ იქნებოდა ხა მე ჭიქას რო გარედან ვანიჭებ ამ ფორმას ეს ჭიქა არ ხარობს ამის არც ვეკითხები და არც იყო და ასეც თუ შექმნი და გარედან ის კლონი იქნებოდა ან ორეული იქნებოდა მაშინ იმას უნდა განეცადა რომ მე შენ გაძლევს მიცემის სიხარული დამტკბარიყო ეს გაცემაა და მაშინ როგორ გადაწყდა აი აქ არის ის თავისუფალი ნება და რის გამოც ღმერთმა დაუშვა რომ სამყარო ასეთი არეულია ოღონ დროში ეს ხო წუთისოფელი ამიტომ ქვია იმას დროები დაბრუნებული მაგრამ რა შედეგიც ამას მოყვება რაც აქ მოხდა უსასრულო დიდია ვიდრე ეს ყველა ტკივილი რომელიც ამ წუთისოფელს განუცდია ამიტომ მოაწერა ხელი ღმერთმა ამ იმის ამას იმაში გაშვებას ადამი და ევას მთელი თავისი
ტრაგედიებით, ტკივილებით, ჯოჯოხეთებით, იმიტომ რომ ის ბოლოს ხედავს ღმერთი ამას რა მოყვება, ამას ჩვენ ვერ ხედავთ უბრალოდ. ანუ ხო. ბოლოს ხედავს რას ნიშნავს? ანუ რა მოყვება ამას შედეგი ხა მე პროექტი არ მე და ჩემთვის როცა პროექტი არ არის ნაცნობი მე ამიტომ ვიტანჯები მაგრამ თუ ხედავ თავს და ბოლოს მე ცოდნა მათავისუფლებს აი მაგალითად შენ რო პატარა გოგორა იყო და ძამიკოზე მშობიარობდეს დედიკო და იქ ახართ მამა მეგობრები ყველისი პატარა გოგონა ხარ და გესმის თუ დედას კივის დედა შენ სამიწის გოგო ხარ რა შვები ამ მამიკოსთან მირბი ხარ და მამიკო დედიკოს ბუცელი ტკივა მეტი იცი შე რა ხდება 2 წელს ბავშვი მამიკოს კიდე შამპანური უჭივა ასამ დეგენერატს და ხა მამიკოს უხარია ეს ტკივილი და ის არის სადისტია რა ხარებს მამიკოს და რა გატირებს შენ ერთდა იგივე ფაქტის მომსწრე ხართ ორივე ხედვის სიღრმე ვინ რა დიაპაზონში ხედავს შენ ხედავ მარტო შედეს ტკივილს და ტკივა დედიკოსო იძახი ის ხედავს ამ ტკივილს რამდენიმე წუთში მოყვება ბიჭი და შამპანური უჭირავს ეს ტკივილი არაფერი არ იმასთან შედარებით რაც მოყვება პავლეც იგივეს ამბობს ჩვენი ხანმოკლე მცირე ტანჯვა არაფერი იმ დიდებასთან შედარებით რაც გაგვეცხადება ჩვენ აი რწმენა რას აკეთებს ბოლო თავში და ბოლო ანუ ეს ღმერთი აკეთებს იმას რომ ქმნის თავის გულს აძლევს და გადაფარა მატერიით რატო თუ გადაფარო არ მოხდებოდა შიგნით ის ხო ვერ გამოვლინდებოდა აი მაგათად მზის შიგნით სინათლის ნაწილაკი განიცდის იმას რომ სინათლეა და ტკბება ვერ ტკბება დატბორილია ამიტომ ჩვენ რო ისეთი შევექმნით რომელი დატბორილი ვიქნებოდით მისი თანდასწრებით ჩვენ იქნებოდით კლონები ან ორეულები ან აჩდილები რა ვიცი ყოველ შემთხვევაში ნეტარება არ გვექნებოდა რომ ვარ იმიტომ წალეკილი ხარ და ეს რომ მომხდარიყო ნახე ახლა ღმერთისთვის რა იყო მთავარი ერთი წუთში შეექმნა ადამიანი რომელსაც ისეთივე თვითობა ექნებოდა ნეტარებად მე ვარ ყოფნის როგორ თვითონა აქვს მეორე მხრივ და გადაწყვეტილი საკითხი ასეთი არსება ხო თავისთავად მეორე არ არის კაცო ერთია ღმერთი მაგრამ როგორ არასრულყოფილებაში გადაიჭრა ეს ანუ ადამიანს ქნის არა დასრულებულად არა თავისივე თავის შესაძლებლობად მარცვლად და თავის სულს აი მატერიით გადაფარავს მისგან აი ამას თავის თანდასწრება მოაკლო ხოლო იქ ჩათესა რაღაც თავის სული ხატება რომ ის რომ ამოიზრდება აქედან კონდეს ის განცდა რომ მე ღმერთი ვარ აი ეს გაჩუქა ოღონდ იმის გამო რომ თავისუფლება განწირულია თავისუფლების იმიტომ შეზღუდული არ არის ღმერთია მასში მოაქცია მატერიაში რომ მისი თავისუფლება ძალიან თავგასულობაში არ ავიდეს და მატერიის კანონებით შეკრა გინდა არის ძალიან თუ გათავხედდები მაშინ დაგიჭერს ფიზიკური კანონი დაგიჭერს მორალური სინდისიც და დაგიჭერს რაღაც შიგნით მაგრამ არ დაგიმონებს ან მანევრებს აი ესეთნაირად ხდება რომ ადამიანი ორ უკიდურესობიდან ერთი რომ თლად მიწავარ და ვაიმე და მეორე ღმერთი ვარ გაიხედავ აქ ცოტა დაბლა ჩამოხვე იმიტომ რომ როგორ ვარ ღმერთი როდესაც ჭკნები აგერ მეორე ხრი ჩახედა ღმერთი როგორ არა ვარ როდესაც ყველაფერი წნები ამ ორმაგობაში დროში და სივრცეში რომელიც დაუტოვა პოლიგონად წუთი სოფელი აი ეს ღვთიური მე ვარ რომელიც ჩათესა აი თავისივე თავი მისცა ღმერთმა სიკვდილში მე რომ მკითხო მატერიით გადაფარა რომ ეჩუქებინა შენთვის სიცოცხლე რომელსაც არ ქონდა სიცოცხლე აი შენ გეკითხე პირადად თვითონ რო ცოცხალი ხარ ვისი დამსახურება იქნებ ხო შეიძლება და სულ არ ყოფილიყავი ცოცხალი სად იყნებოდი 30 წლის არ ვიცი ხო 31 წლის ხო და სად რომ თვითონ ის ფაქტი რომ ვარ უკვე მაგარი არ არის ვაუ არ არის ექსტაზი არ არის ახლა მეორე საკითხი რაში გამოიყო მაგრამ თვითონ ყოფნა აბა დაფიქრდი ვალდებული იყო სამყარო რო ყოფილიყავი არ იყო ვალდებული ამიტომ შენ ვიხარიცი ღმერთის სიყვარულისაგან მან მოგისურვა რომ გაჩუკა თავი ის ვინც ხარ შენ ეს ღმერთია შენში მან თავისი ყოფნა რომელიც ნეტარია ჩად ოღონდ შენ ამას ნაკლებად განიცდი რატო იცი თუ თავშივე სრულად მოგცემ და შეკლონი იქნებოდი და გადაკფარა ცოტა შეგეშინდა ნაკლებობას განიცდი არასრულყოფილებას განიცდი მაგრამ მიდიხარ ეს ცილა არის შენთვის ეს წუთი სოფელი ჭამ ამას იმიტომ ის არსი ღმერთია და ის ხორცის ხან რომ შედგეს და ქრისტე ამბობს მე მაგ სიცოცხლე თავის თავში როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში ანუ ერთი მხრივ გამოყოფილია და მეორე მხრივ მისი დამატება არ არის თვითონაც პიროვნება და ქრისტე არის ჩემი ვექტორი ჩემი ბოლო სისრულისკენაც მივდივა როდესაც მე თელი ამ ტკივილების ხარჯზე მოდი ესე და შენ გეტყვი ახლა ორი არჩევანი როგორ და შენ როცა შემოდიხარ სამყაროში ერთი მხრივ სრულყოფილად შექმნი და ღმერთი ისე რომ ვერ შექცოდა აი მაგალითად საყვედურობენ იმას ღმერთს იმაში რომ კაცო იქ სიცოცხლის ხედა ეტოვი და მარტო და ფეხწამოს აკრავი და საცდუნებლად ის მეორე
ბოროტების სიკეთის შეცდომის ხე რაზი დარგო რომ აცდუნა ადამიანები თუ არ იქნებოდა სუი ხო იქნებოდნენ თუ იქნებოდნენ იქ ისინი იძულებით იქნებოდნენ არჩევანის გარეშე იმიტომ სხვა არჩევანი არ აქვს მაშინ ეს კოლონია უკვე იმიტომ სინათლეში ხარ და არჩევანიც არ არის და მეორე მხრივ თუ არასრულყოფილად შექმნა რომელსაც არჩევანი დაუტოვა იმიტომ არჩევანი სად არის არჩევანი სადაც სიცხადე არ აქვს არჩევანი შენ არჩევანი გაქვს სადაც ნაწილობრივ დაბნელებაა და იქ გაქვს ორი გზა რომელი გზით აირჩიო აი იმიტომ რომ მე ვარ ყველაფერი და ის არ არის იმიტომ შეღმერთი ხარ და ეს განწირული ხარ ამ თავისუფლების არჩევ ვერ შეძლებ აი სასწაული სიტყვებია ესე ყველაფერი ზეცის ხელშია გარდა ზეცისადმი შიშისა როგორ ყველაფერი ზეცის ხელშია გარდა ზეცისადმი შიში ვერ ჩაგინერგავს შის ვერ შეძლებს შეუძლებელია აი ხო ამბობენ რომ შეუძლია ღმერთს აწიოს ისეთი ქვა რომელიც თვითონ შექმნა დაუშვათ რა რაღაცა ხო აბსურდია ხო ერთადერთი არ შეუძლია იესოც ამას ვერ იმოქმედებს შეთავაზებები თვითონაც ღმერთი ხარ ამიტომ გარისკა ღმერთო მაგრამ სასორძიდი ორი რამ ერთი მხრივ ღვთის ხატება და ადამიანი რომელიც განიხვდებოდა და მაგრამ ამას მოყვებოდა თუ არასრულყოფილში იმიტომ რომ ბოლომდე სიცხადეში ხო არ არის და ის პრობლემები და ბოროტებები რაც ხელთ გვაქვს ჩვენი არასრულყოფილი ხედვის გამო და მეორე მხრივ თუ არ უდოდა ბოროტება მაშინ შენ შექმნი და კლონადობის ვერ შეცოდავდი და სუბულკივით გოგო იქნებოდი რომელს აირჩევდი შენ აი არჩევანი რო ქოდის თავში ახლა აი ორი გზა გაქვს ერთი არასრულყოფილებად შეიქმნები გაივლი ყველაფერს კაინი რო აბელს კავს იქიდან დაწყებ ჰიტლერით კრემატორიუმებით ყველაფერი დღევანდლემდღამდე მაგრამ ბოლოს იესოსავით იტყვი მე მაქს სიცოცხლე თავის თავში როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში თუ მეორე სადაც შე დაზღვეული იქნებოდი არ იქნებოდა არჩევანი ბოროტების სიკეთის შეცდომისა და კეთი სულ კეთილი იქნებოდი არასოდეს არ ნახავდი ბოროტ არცად ფიქრადაც არზადაც არ მოვიდოდა იცით რა არის ძალიან ბევრი მიფიქრია მაგას ძალიან ბევრი მიფიქრი რეალურად გულით პასუხი არის ეს გზა რომ აი ეს ყველაფერი უნდა გავიარო და მოვიდე იქ მე ხან ხომ ვფიქრობ ხოლმე რომ რაში რატო არ შეიძლებოდა მესამე გზა რატო არა ის რაღა ამტკივილი ისე პირდაპირ ისე არ შეიძლებოდა აი ქრისტეს ეს მესმის გუგუ მაგრამ მოდი კიდე დაფიქრდი და გააგრძელე და მიიღე პასუხი მე ამ პასუხს შენ ვერ გადმოგცე მე 45 წელი გავიარე ამისთვის აი თელჩების სული და სიცოცხლე ამ ყველაზე მეტად ამ ბოროტების კავშირს უკავშირდებოდა შენზე ბევრად და ბევრად მეტად ვიტანჯებოდი ამ რასრულყოფილებისგან აი ამ ბოროტებისგან ყველას ტკივილი მტკიოდა ოდნავ რაღაც ხო და პასუხი იბადება ეს პასუხი სამწუხაროდ საბედი მარტო შენი ამას მე ვერ ამოვიღებ ვერ მოგაწებებ და ვერ გაგიზიარ უცბად მე შემიძლია გიბიძგო იმით რომ მე რო გეუბნები რომ არის ამონასე პასუხი მოტივაცია მოგცე და გაბედულება და უფრო მეცაც გეტყვი ცოტა შეგაშინებ არა გაქვს სხვა გზა განწირული ხარ თუ სამ პასუხამდე არ მიხო სულ ასე იქნება ვერ გამოხვალ აქ აბაკურე ფეხები რამდენიც გინდა სამყარო არ მოგისმეს იმიტომ ყველაფერი ჩადებულია ყველაფერი მოცებულია და თუ ძალიან გაგიჭირდება დავიჯერო შენ არ ქონია წუთები რომ გონია რომ დამთავრდა ყველაფერი კაპტე რაღაცა ისეთი რაღაცა მოდის გაუგნებული ხარ ის იქვეა ერთხელის უფრო მეცაც გეტყვი უფრო ახლოს არის შენში ვიდრე შენი სის დარღვევი და კიდე უფრო იქით ის არაზოს არ წასულა შენგან შენ მისი ნაკლებობა ხარ სხვა კი არა ხარ შენ და ის ერთი ხარ განსხვავება არის თვისობრივში კი რაოდენობრივში შენ ხარ უმწიფარე ღმერთი უბრალოდ მან ასე გააკეთა რომ სიმწიფის დის კვალობაზე შენ აი ეს ღმერთთან გახდობის სიხარული გაგეზიარებინა და მერე დარჩენილი ყავი ამ სიცოცხლეში აი ეს არ ჯობდა და ეს ხო წუთისოფელი ხან მოკლე ტანჯვა და ისიც იმისთვის რომ ამოცანა ამოხსნა და ამოხსნის ტკივილია და კითხვა ხო ტკივილია პასუხი დაბადო კითხვიდან დაბადო პასუხი პირდაპირ პასუხად არ შეგვქნა ამაში ეს არის მე მაგალითად ეგრე არ აღვქავ რომ ეს ცხოვრება ტკივილია მაგალითად ეგ შეგრძნება არ მაქვს ანუ ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა აქ რაც ხდება მე მტკივა კი სხვისი ტკივილი და მე მტკივა ვიღაცას რომ შია და მე ვიღაცას რომ წყურია და ვიღაცა ეტანჯება და აი მაგ ტკივილზე მაგალითად ყველაზე მეტად რაც აი ვფიქრობდი რომ რა უსამართლობა აი პირველად ეს რომ მოვიდა რომ რა უსამართლობა იყო როდესაც ეს პატარა არ მახსოვს ამდენი წუთი მაგას მნიშვნელობა არა როცა გავიგე რომ ბავშვები იბადებიან ავადმყოფობით რა საშინელება აი მან მოვიდა პირველი რატო და მან მქონდა ეს რომ ღმერთს თუ ყველა უყვარს ეს ბავშვიც ხო უყვარს
და რატო არის ავადმყოფი, მაშინ ვიფიქრე ეს ყველაფერი. მე მოვიდა ეხლა სუბთო გულწრფელად გელაპარაკებით, რა გზა გაიარა მაგ ფიქრებმა ჩემ თავში რა. მე მოვიდა ამისი წლების მერე, რომ აი რატო შეიძლება დაიბადოს და გაჩნდა სიტყვა კარმა მაგალითად, ხო, რომ შეიძლება ბავშვი ამ ადამიანს მის სულს ქონდა რაღაც კარმა და თან შემოდის უკვე რეინკარნაცია, რომ მისმა სულმა გაიარა რაღაც გზა და მოვიდა ამ სხეულში აირჩია ეს სხეული და დაიბადა ამონტყოფებით, იმიტომ რომ აი წინა ცხოვრებაში რაღაც და თითქოს მან ჩემთვის პასუხი გაეცა. ეს ჩემს ტკივილს განცდას იმის თანაგრძნობის, რა თქმა უნდა, არ ამცირებდა, მაგრამ ლოგიკურმა გონებამ პასუხი მაინც გაეცა. მანდაც საცდურის არის. ხო არ უშვები მას, რომ ეს იყო დამაყუჩე ბავშვს საწოვარას მისცემა, როცა ტირის, ან სატყუარას, რომ თელი კარმა და მოდელები გაგაბრუეს. რომ გაუძლო იმ უფსკულს, რომელსაც ვერ უძლებდი აქამდე. გაგაბრუეს და უკვე შენი წამლები ჭირი მექიმე, მაგ ფსიქიატრულში რომ მოგცემე რაღაც და ღიმილი დადიხა. არ უშვება მას, რომ ეს არ არის მართლა რეალიზაცია და სრული გაგება, არამედ საშუალება, რომ ვერ უძლებდი და გაუძლო ჩაგირთეს ჯოისტიკი. რაღაცა სამყაროს ხედავ, რომ ასეთია და სულაც არ იყოს ეს 100. ახლა ისევ გაგაწვალე ესეც დაგიგრე აწირა გეშველება. ახლა გეშველება. არა, მე მაინტერესებს როგორ ნუ გეში მე რო ვიცოდე რომ ეს დაგანგრევს არ გზეთყოთი მაშინ ესე არ არის. ვინც დამბადა შეძლებაცა მანვე მომცა ძლება და მტერთა. რუსთაველი ამბობს, ანუ ვის დაბადა შენს ბზითების გამო გაყოლეს ყველა რესურსი, რომ ყველა მტერი ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგე და არათავისთავად ბოროტი. იმტერია შენი ბავშვური ხედვისთვის ის მასწავლებელია შენ ყველა მასწავლებელი ურჩხული გვეგონა ჩვენ ეგრეა და მაწარმოებელი ტერება ნიშნავს ზრუნვა პატრონობა ოღონდ ზრუნვა პატრონობა ძალიან მტკივნეულია ბავშვის ამაგართა სასჯელიც რა ვიყო ცუდია რუსულად ნაკაზანი ყველა ორივე ნიშნავს მითითებას სასჯელი საფიქრებელი საგონებელი ხო ნაკაზ არის მითითება განკარგული რატო არის საძულველი და არ გვიდა იმიტომ რომ ემპარტავანი ხარ მითითება არ გინდა შენით აი ეს არის ეგო ძლიერი და გარედან გაწვევ და ისიც სასიკეთო ანუ შენში არის ჩადებული რესურსები რომ მანდ ორი გზა გვაქვს არ უნდა გაიბრუნო თავი აი გარე ქრისტე ჯვარცმა სიკვდილში შედის არ იღებს არაფერი იდეოლოგია არ იქაც უნდა გაარჩიო მე მაგალითად არ ვიღებ მოდელებს გარედან ვიღაცის გათელილს, ვიღაცის პასუხგაცემულს და ამაში შევიდე სისტემაში. გარკვეულ დონემდე მე ვიყავი ასე. სისტემები გაძლევენ ყვება რა გიტო იქ საბალახოც გაქვს, საჭმელიც გაქვს, მიმართულება გარანტირებული მიგიყვანენ იქ ბატონო, ოღონდ მატარებლიდან ხელი არ გაყო, რაღაც დიჯექი შენადგილած ჩაის აქეთ მოგიტანენ, ოღონდ ამ სისტემაში იჯექი და გარანტირებულად ხრიგით მიგიყვან 60-ში. ყველა რელიგია მას ამბობს, თავის სისტემები აქვს. კი. და მე მაგ ამბოხი მე აღარ ვენდობი ერთი სიცოცხლე მაქვს რაზე უნდა მივანდო ვიღაცას გათელილ სისტემას და აქ მოდის ქრისტე როგორც ჩემი მდგომა ქრისტე მდგომარეობა ჩემი რომლითაც მე მიმდევარი კი არ ვარ ქრისტესი ვიყენებ როგორც GPS როგორც პრინციპს უნივერსალურს რომ ორმაგობიდან არც ერთში არ დავში ერთი მხრივ უვალი გზით არ წავიდე და მარტო ხეთქებაში არ ვიყო და უაზრო ტკივილებში და მეორე მხრივ გარედან მოტანილი იმ ჯოისტიკში მე რო გითხარი რაღაცა ყველაფერზე პასუხი რო არის გაეცა პატო შევძი და იქ და იმან ორივე დამღუპველია ჩემთვის იმიტომ რომ აქ ვიღაცის იმაში არც განვითარდი მე რა ვიცი სად წამიყვანეთ როგორ ვენდო და აქ კიდე გამოსავალი არ არის ქაოსში თუ არ ღმერთი არც არაფერი არა მეორე ჯოჯოხეთია და მე ან თავს მოვიკლავდი მაგრამ ან გავლოცდებოდი ან რა ვიცი, აბა აზრი არ ექნებოდა. აი ახლა მესამე მდგომარეობა არის ქრისტე გეუბნება. მე ვარ გზა. ახლა რას ამბობს? მე მაგარი ბიჭი ვარო? მე ვარ ეს თქვენ ვინ ხართო? თქვენ ნაგავიო, მომყეთ რაღაც შორიდან შემყეთ პარაკლისები გადამიხადეთო და ჩემი ხატებით მოფინეთ ოთახები და პირჯვარი დაიწერეთ და გაცხოვნებთო? ეს ისევ შექმნით რელიგია, ეს არ უთქვია. მე ვარ ის პარაკლისები მას იმიტომ კი არ ვიხდით რომ მას ჭირდება რომ მისგან მივიღოთ ის ძალა რომ ამას თვითონ გადაადგმო როგორ თვითონ იცხოვრა ისე გავაკეთოთ მე ვარ გზა ნიშნავს შენში აშღერებს შენ ხარ გზა უგეუბნება ნახე აბა როგორ დაიჭირე შენი სამყაროა გზა შენი არჩევანია გზა სხვა გზა არ არსებობს და ნამდვილი მართლმადიდებლობაც ეგ არის ოღონდ ახლა გარეგნულად ეს რელიგია ჩანს თორე არსში რომ ჩახვიდეთ აი მაგალითად ძალიან დიდი ბრძოლა იყო საუკუნეების მანძილზე თითქმის 2-3 სოფლიო კრება დაჭირდა იმის დადგენად ქრისტე ეს საწყისი აქვს მამაში თუ მერე შეიქმნა თუ სულ იყო მამაში სამება ამიტომ არის
დაუშვათ და მეორე მხრივ ქრისტეში ღმერთმა გადაფარა ადამიანურ ბუნება თუ ადამიანს რომელმა გადაფარა ანუ მთლიანად როგორც ღმერთმა გააკეთა ყველაფერი თუ როგორც ადამიანმა და დოგმატი გეუბნება ქრისტე არის ერთი პიროვნება ერთი განუყოფელი მაგრამ ორი ნება და ორი ბუნება ადამიანო და ღვთაებრივი ოღონდ როგორ შენში აღმოაჩენა შეურეულად შეურწყმეულად ერთმანეთს არ ჩადის არ გადაფარავს არც ერთი ერთმანეთს ორივე უბრალოდ ქრისტეს ნება ეს ორი ბუნება ნება თანხმობაში იყო იმდენად რომ აი როგორც ორი ძალიან ახლო მეგობარი თითქმის ერთი ნება ერთი ვარ ჩვენო ესე ჩვენ გვაქვს იგივე პოტენცია ოღონდ გზაში ვართ რომ ჩვენც ისევე დაუახლოვდეთ გავამთლიანოთ ადამიანის ბუნები ნება ადამიანის და ღვთაებრივი როგორც ქრისტეში მოხდა იმიტომ ქრისტე ყოველთვის წინ პროექტია მაგრამ არა განუხორციელებელი პროექტი არამედ პირიქით ქრისტე უბრალოდ კი არ გთხოვს მე რომ გავაკეთე ისე იცხოვრეთ მაშინ დაცინვა იქნებოდა როდესაც ეს გეუბნება იყავით სრულ როგორც მამა თქვენია სრულ ეს დაცინვა არ არის თუ მე მარტო ხორცი და მატერია ვარ ან არ არის პოტენცია ან არ მაძლევ და ქრისტე არ გთხოვს მე რატო ითხოვს თავის სულს გვაძლევს რომელიც სულითაც მან ამას მიაღწია აი ეგ არის წმენა ზოგზგონი ინტელექტუალური დათანხმება რაღაც დოგმატის აღიარება და წმენა არის მიიღება როგორც მარიამ ღვთისმშობელმა სულიწმიდით მიიღო ძალა რომ ეშვა ძე არა მამაკაცობრივი ნებით გალწული იყო მაგრამ დაიჯერა შეუძლებელი აღიარა რომ ბუნებითი ადამიანის აი ზუსტად იმაზე გვარ ლაპარაკი ნება არის თუ არა რომ ის რაღაცა თავისი ნაწილით უშვებს იმას რომ ასეთი შეუძლებლობა როგორც არის ქალწულს ძე არსებობს შესაძლებლობა სულიერ სამყაროში აქ ძლიერი ხსოვნა აი ეს არის მორჩილება რომ ბედავს ეს კადინიერება მიმღებლო მეყავ მე ნებისავი შენისავი და იღებ ძალას ზუსტად იგივე სამბოს მაქსიმუმ ახსარებელი წმენა ქრისტეს წმენა ის კი არ არის ინტელექტუალებსაც წამჯერ და ეშმაკებსაც წამ და შიშით წრწიანო და ნუ სულის მიღება ქრისტეს წმენით მიღება ნიშნავს ქრისტეს მიღება ჩემში რატო ის აკეთებს მე ჩემგან იგივეს რაც იქ მოხდა აბა სხვანაირად მე როგორ გავაკეთებ შეუძლებელია ეგა ამიტომ არის ძის გარეშე მამასთან ვერ მიხვალთ ხო და ეს ძალა ჩემში წმენის ძალა გადამალახინებს ყველა წინააღმდეგობას და ის რაც იქ გაკეთდა ის ხორციელდება ჩემგან აი ეს ვიდეოში მე ჩემში წმენა ჩემთვის როგორი თარგმნება გეტყვით ჩემთვის ჩემში წმენის აი ეგეთი არსებობა ესე რომ ვთქვათ ნიშნავს იმას რომ მაძლევს მევე ძალას რაღაც გავაკეთო ხო რა ის არის ის ლოკომოტივია რა რომელიც გინდა არ გინდა გეკაჩება სადღაც არ გაჩერებს ხო მივხვდი და აი ხო გითხარი რომ ის ჩვენ გვაქვს რაც ქრისტეშია ეს გამთლიანებული ადამიანის და ბუნებრივი სისრულე ჩვენ ეს თაყვანისცემის საგანად კი არ დავაქციოთ სიხარულაში ეს ქრისტეს სწორედ ამ მოდელს როგორც ხო გითხარი რომ დაითესება ხორბალი ამოდის თავთავის თითოეული მარცვალი არის თუ არა იდენტური და ისეთივე ცხოვრყოფილი როგორც დათესილი მარცვალი ერთ და იგივე აი ქრისტე თავის სულს გაძლევს რომლითაც ის განიხტო ადამიანურ ბუნებაში და მამასთან ავიდა აი რატომ მოვიდა მანის მასტერ კლასი კი არ გვაჩვენა და გარედან კი არ გთხოვს იყავი სრულ როგორც მამა თქვენ როგორ გეტყოდა შენც რო იესოსავით არ იყო და რა არის ჩემში იესოს წმენა ჩემს გულში შემოდის რო ჩემში აღასრულოს ჩემს ადამიანურ ბუნებაში იგივე რაც იესოს სხეულში აღასრულა იმ სულიწმიდის შობილმა ქრისტემ რომელშიც გამთლიანდა ეს ადამიანური და ღვთაებრივი ბუნება შეუზავებლად ერთ პიროვნებაში შესაბამისად რა განსხვავებაა ჩემსა და ქრისტეს შორის ის არის ბუნებით ღმერთი და მე მადლით მაძლევს იგივე ღმერთობას ოღონდ მადლით და ამიტომ მადლიერი ვარ ჩვენ ამიტომ არის რომ მის სიყვარულს იმდენ გვიყვარს ის ვინაიდან პირველად მან შეგვიყვარა ჩვენ ახალ გადავდივართ სხვა სფეროში აქ როგორ შეიძლება მეცნიერება ჩაერიოს როგორ გაზუმავ ამ სიყვარულს აი როგორ რომელ ლაბორატორიაში გაატარებ გულს რომელსაც უყვარს კარგი რა ნამუსის კაი საქონელი ტარი ჭანტურესეკ პატარა ცოტა სკაბრეზის არ არის ხა სამედიცინო ტერმინია თურმე ერთმანეთს უახლოვდება შედგენილობით ცრემლი და შარდი თუ ახლა ბიოლოგია ლაბორატორიაში გაატარებ ცრემლ შარდის ელემენტების შეგრცება არ შეიძლება ცრემლის გამოკვლევა არ შეიძლება ნამს შეეხო არ შეიძლება ციცინათელას შევიხებოდი და კვდებოდა ციცინათ რაღაც არის საკრალური რაც გაოცებას იწვევს აი ეს დაკარგა დღევანდელმა ტექნიკურმა ადამიანმა ზედმეტად თორე აქვს იგინი და აუცილებლად ეს შე რო თქვი ცოდნა
ცოდნა და გული და გონება. ეს ორად გაყოფილი იყო აქამდე. სიყვარული ცალკე დარჩა, მატერია არ აინტერესებს, სულიერება, სიყვარული ინახავს ტირის, მოდის, ლოგიკა ვერ უგებს სამყაროს ტექნიკურ პროგრესს. მეორე, ესეთი მთელი იმებით სისტემებს ქნის პოლიტიკურს, ყველაფერს, ტექნიკა, და თითქოს ორი დიამეტრალურად განსხვავებული სინამდვილეში ერთის რატო იცი სამყარო გაგებული უნდა ყოფილიყო მატერიაშიც და სულიერებაშიც. ანუ ორი კითხვა ისმის სამყაროს მიმართ ადამიანი როგორ ანუ როგორ გავაკეთო, როგორ გარდაქმნო, როგორ ტექნიკა მეცება. მეორე რისთვის ეს ყველაფერი? კითხვას ვამ ბავშვის ვამ კითხვა. ეს არ შეიძლება მათი შეჯახება. ან უთიეთ გამორიცხეს, აი როგორ გაკეთდა ჭიქა, დიახ, გეტყვიან ეს ქვიშა, რაღაცა მე გადაადენეს, მე რაღაცა მე მუშაობდი სხვადასხვა. აი ზუსტად სადაც ესენი კეთდება თავის დროზე. თერმოპლას ავტომატებია დიდი და მასას და პრესფორმა ქვია ერთი ცალკე ერთია გაკეთება, ერთი ჭექის პრესფორმა არ ცნობენ, ვინც გადანახულია. იმიტომ რომ იმას რამე ნაკაწრის ვერ გაუშვი, ყველა ჭექა ნაკაწრით წავა. ამიტომ იმას ფუთავე. მე მოარგებენ ეგ, გამოიღებენ როცა ის მოდის ეს კროშკებს ეძახიან. პატარა ვის არის ნაწილაკები, მე პლასმასში. გაცხელდება ის და ამ პლატფორმა გაივლის ამ პრესფორმას და გამოყრის აი ესეთ ჭიქებს. იმას რა ქვია, რომელსაც ნაკასრი არ აქვს. ხოდა რისთვის და როგორ ახლა კითხვა ხო არ ედავება ერთმანეთს. ახლა როგორ ვიცი ქიმია მიკო ფიზიკოსის გეტყვის ქიმიკოსი მაგრამ მეორე კითხვა რისთვის? ახლა მითხარი რომელიც თქვი პირველად რომელი ჩდება? დანიშნულება, მოთხოვნილება, ვის გაუჩნდა? მაგალითად რაღაცა სასახლე. ის ხედავთ ვინაშენეთ პრარაბი მოდის ნახაზი უჭირავს. კი ბატონო არქიტექტურის ბიუროშიც არის მაკეტი მისი, დაფინანსება არის იქ დამტკიცებული, მაგრამ კიდე იქი წავიდე, ვინ შეუკვეთა? ვის მოესურვა? ვიღაცას მოესურვა? მოდი მესმინდა, დაიბარა მე არქიტექტურა, აბაძმაო გამიკეთე, მე ესეთი მინდა არქიტექტორი, კომპიუტერი დაახლოებით აჩვენებ, მე ეს კორექციას გეტყვით. შემკვეთი ეგ ნება, რომელიც არ ჩანს, ამიტომ გითხარი რომ აი როგორ შეიძლება ყველაფერი ანალიზში გაატარო, შეხო შედეგს ხედავ. და იქა ვერ შედის იმ შიგნით. აი მთელი პრობლემა ამაშია, რომ დესაკრალიზაცია მოხდა. ტექნიკური მხრივ, ორი მხრივ ხო ვითარდებოდა სამყარო. ერთი მხრივ როგორ და გავიგეთ ყველაფერი, ეს ერთ ადამიანში იყო. მეორე რისთვის კითხვა სულ საზრის ეძებდა, სულ ერთნაირად მნიშვნელოვანია ჩვენი ედისონის და აინშტაინის დაუშვათ რაღაცა რელიგიის ფუძემდებელი, ხო, ეს სულიერებაში მიდის, ის სინათლე შემოიტანა ამ ბორბლის გამომგონებელი და დაუშვათ რაღაცა სულიერი წოდომების და იმის როგორ შეიძლება ეს მე ვთვლი რომ ერთად უნდა მიდიოდნენ ეგორი. ჯერჯერობით ცალ-ცალკე უნდა განვითარებულიყო, იმიტომ რომ გესეთ, აი გეომეტრიის, აი მაგალითად ცილინდრი გვაქვს ჩვენ ახლა, აი ცილინდრი იყოს ეს. ეს თუ მინდა ნახაზი გავაკეთო, მე ამ ცილინდრს ხო ვერ დავხაზდა, ანუ ჯერ მარკუთხეს ავიღებ და მერე წრეს და მერე მთლიანობას ვიღებ. ეს ორი როგორ კითხვა. როგორ სამყარო როგორ გარდაქმნა მეცნიერება ტექნიკა განავითარა ფიზიკური განა ეს ნაკლებია იმ სულიერებ მეორეა რისთვის ეს ყველაფერი ეს ცხოვრება რის საზრისი რაშია ანუ ეს ცხოვრება რა არის გადარჩენილი ბრძოლა აქეთ დავიბადე მინდა მოუკვდე და ყოველთვის ყველა ეპოქაში სვამდა ადამიანი კითხვა და რატო საიდა თუ ის მატერიაა რატო არ ჯერდება მატერიალურობას მატერიას რატო გაუჩნდა დიდი სიცოცხლის ყურული ღმერთი ის ხო ბიოქიმიაა ესეთ ნუ თუ მარტო გადარჩენისთვის შექმნა და ამდენი ცხოველი არ წვალობს და მე თუ დიდი ვარ უფრო როგორ ამ კითხვებს იმისთვის რომ გადავრჩე მაშინ უბედური ყოფილა ყველა ცხოველი ჩვენ გჯობია მაშინ იმიტომ ჩვენზე უკეთესად ახერხებს დაბადებას ჭამას მას გართობას სიკვდილს და რა არის ადამიანი მაშინ ნუ მე ახლა უბრალოდ მაინც უტრირებას ვაკეთებ იმ თემიდან გამომდინარე არის თუ არა თავისუფალია. მოდი დავტოვოთ წმენის პოსტულატა და არც ღმერთი ძალადობს ადამიანზე მაგხრივ და ვიღაცა იტყვის რომ ეს იმიტომ არ ძალადობს კი არა არანაირი ღმერთი არ არის და მე თავისუფალი ვარ აზროვნებაში კი ბატონო და მეორენი რომლებიც ირჩევენ ამ გზას როგორ შეიძლება საზრისი და მე რომ მირჩევნია, აი გიჟი ვიყო მართლა. დამცინოს ყველამ რა უაზრობა გწამს. რა ღმერთი რის სადა ღმერთი, აი ადამიანი მოკვდა და იმარხა. ეს ყველაფერი ფანტაზიის შედეგია ბუდაც, ქრისტეც დაუშვათ. მე მირჩევნია ამ სიგიჟით ვიცხოვრო, ამ დონკიხოტი ვიყო. ვიდრე როგორ გითხრა, ხა მყარი ესეთი შეიგი მყარი ფსიქიკის ათეისტი მატერიალისტი, რომელიც არის ესეთი რა როგორ რეალისტი. რეალისტია, კაცო, იმიტომ რომ არაფერი არის გარდა იმისა, რაც ჩანს. კი ბატონო.
შენ ირჩევ მაგას ეს შენი არჩევანია იმიტომ კი არა მართლა ასეთია სამყარო იმიტომ ეს უკვე კვანტური ფიზიკაც გეუბნება რომ შენში არის უნარი რომ სამყარო შეცვალო შენ დაკვირვებაზეა დამოკიდებული შენ აქტივ ქმნის სამყარო ამასაც გადავაბიჯო თუ კიდე მაინც ავირჩევდი და ამ არჩევანით ბედნიერი ვარ მადლობა სამყაროს შემოქმეს რომ არ განმაპირობა არაფრით და იმდენად თავისუფალი ხარ რომ ადამიანი განწირულია თავისუფლებით აი თუ გაიგეთ ესეთი ფსიქოლოგი ფსიქიატრი თუმცა ჩვენთან ეს მაინც იუნგი პოპულარულია ფროიდი თავისთავად და ვიქტორ ფრანკლი ყველა მარიცის მე აღმოაჩინე რამდენიმე წლის წინ ეს ამას აქვს ლოგოთერაპია ანუ საკონცენტრაციო ბანაკები გამოიარა 4 წელი თვითონ ფსიქიატრმა და თავისუფლებაზე აი თავისუფალი ნება რას იშევ ადამიანი როდესაც ტყდება დაუშვათ ისეთ სიტუაციას აღწევს რომ ადამიანურ შესაძლებლობას ზღვარზე მიდის აუტანლობისგან იქ ისეთ პირობებს აღწევს ცუდად გახდები მართლა როგორ ამუშავებდა როგორ ჩაგრავდე როგორ ეწამებოდნენ იქაც კი ადამიანი განწერული იყო თავისუფლების თუ იტყდებოდა იმიტომ კი არა რომ მას არ ქონდა რესურსები გადაელახა გადაწყვეტდა თვითონ ანუ თავისუფალი ნებით ამბობდა უარს თავისუფალი ნება ანუ ერთ ხალმა თვითონ მითხრა კლინიკურ დაკვირვებას რა კვირდა მე როცა მინდაო თავისუფალი ვარ და როცა არ მინდა არა ვარ თავისუფალი ნევროზიც კი თავისუფალი არჩევანია თავისთვის მის საპროგრამო მე მაწყობს ესე და ის უკვე არის ბატონო ის ასრულებდა ყველაფერს დაანახავს ისე რომ ასე გადაწყვიტა ისევ თავისუფალი ნებით უფრო მეცას გეტყვი ძალიან დაზიანებული რო აქვს ფსიქიკა და რაღაცა და ვითომ რაღაცას რო დავალევინოთ ბიოქიმიურ წამალ და მე რო ვამბობ სადა აქვს თავისუფალი ნება კაცო ამ კაცს აი წამალი მიიღო და კარგად გახდა არა აქვს წამალი ცუდა სადა არის წამალი ყოფილა ყველაფერიო სადა თავისუფალი ნება სინამდვილეში ეს ხდება ქერქის დონეზეო ამ ქერქების მიღმა უკვე ჩვენ არ გვაქვს უნარი ჩავიდეთ ამ ადამიანთან იქ ისეთივე თავისუფალია უბრალოდ ვერ ავლეს ამას იმიტომ მოშლილი აქვს აპარატურა აი როგორ უხეშად რო თქვა ხლა შეხო რაღაცა დამოჯდა უცბა ქაჯანა რო დამოჯდა ქაჯანამ შეაშინა ბავშვი ფილმი რო დამოჯდა მე შეგიძლია ხო შენ ლაპარაკობ შენ აპარატი არ გივარ ასეთია ტვინის შენი აპარატია შენ ისე ღრმა ხარო ვერ ავლენ აი სიკვდილის იგივეა თითქმის გაყინულია უბრალოდ აბსოლუტურად შინაგანი მოწყდა იმას თავის აპარატს სხეულს და ვერ ფუნქცია ვერ ავლეს თავისთავად აი როგორ ბაგეს ვერ ხსნი რამდენჯერ მაჯლაჯუნა არ დაგცემია აი ესე რო გაქვს და ვერ აი გინდა იმას კიდე და ვერ აკეთებ შესაბამისად ეს არის თავისუფალი ნებაზე ამას რო გითხარ მე მაგათად პოლემიკაში არ შევიდოდი ადამიანი აზრი არა აქვს ძალიან ინტიმურია აი მაგას ვამბობ აი კიდე მარხვაზე და იმაზე რა ქვია ლოცვაზე აი რომ მე მეკითხებია მამა გურამ აი როგორ ვიმარხულო მამა გურამ როგორ ვილოცო ჩემთვის ეს ისეთივე ინტიმური კითხვა როგორც უხეშად რო თქვა ახლა როგორც არ შეიძლება შეეკითხო ვიღაცას ახლა საქორწილო ოთახში ჩემ მეუღლესთან ან როგორ ვიცხოვ არ შეეკითხები როგორ ცხოვრობ ეს აი არ შეიძლება თქვა აი მეგრულად არის სიტყვა ვაშინერს ძალიან საოცარი ვაშინერს ნიშნავს აი ტაბუ ანუ არ შეიძლება კი არა აი გზარავს აი გაფიქრებაც კი არ შეიძლება შინუა მეგრულად არის ხსენება ვაშინერს ხსენებაც რო არ შეიძლება ისეთი ინტიმურია აი ეს თავისუფალი ნებაზე როგორც მე ვთქვი ახლა მარხვაც ლოცვაც ეს თვითონ შენი საკრალური დგომა რომ მარტო შენიც იქ უფალთან ასეთია თავისუფალი ნება ამის გარეთ გამოტანა არის სარეცლის გარეთ გამოტანასავით არის რაღაცა მოდი ყველაფერი შეიძლება მტკიცებას ექვემდებარებოდეს მე ხო გითხარ როგორ შეიძლება ადამიანი ლაბორატორიაში გამოიკვლიო გული და იქ თუ ვერ ნახავ სიყვარულის რაღაცას და თქვა რომ არ არის სიყვარული ახლა ტვინი რო ავიხოთ და უშოთ შეიძლება ძროხი ტვინი მოუხარშოდ იყიდება 2 კილო მოუხარშავ შეჭამ მაგრამ ტვინში ჭკუას ნახავ მიკროსკოპით და ეს უჭკუა ადამიანი რო უთხრა უჭკუო ხარო თავში ჩაგად აი ეს რა არის და ეს ბიოქიმია და რო გასიჯო ლაბორატორიულად და მიკროსკოპებით დაინახავ რამეს ისეს რომელმაც ტელეფონი შექმნა და ეს შედეგი რო არც ერთ ფიზიკოს დენი არ უნახავს აი დენი გაკრთება ქარი არის სადა ქარი არის შრიალით რაღაცებს აგიქერცლავს ტოტებს და ხმაგესვის მოძრაობა შედეგს ხედა თუ ვერ გავიგე რომელი ორგანოთი კიდე ღმერთი დაინახო ქრისტეს ეუბნებიან ისა მკვდარი რო აღდგეს და მივიდესო ჩემ ძმებთან ერთი რო გარდაიცვალა მდიდარი ირწმუნებენ და გთხოვო რომ გააუშვიო ლაზარე ჩემ ძმებთანო და რო ნახავენ რომ მკვდრეთი დავდგარი რო გამოიცხა და არაო
თუ მოსეს და წინასწარმეტყველებს არ უჯერებენო, მაშინ მკვდარსაც ანუ ქრისტეწმენა არ მოდის გარედან სასწაულებით. ეს აი ისე ვინტებში გადავდი, იქ ვერც ლაბორატორია აღწევს. ამიტომ არც დავა შეიძლება და არ მტკიცებულებები ახლა. ჩვენ ხა იძულებული ვართ რომ რაღაც მტკიცებით ენაზე ვილაპარაკოთ. მაგრამ საბოლოოდ კიდევ ვამბობ რომ ეს იმდენად საკრალურია რომ რაღაცა ხო შეიძლება არსებობდეს რომელიც დაუტოვოთ ადამიანს და არჩევანი და შეცხო არჩევანი გაქვს რომ არ არის ღმერთი რომ ამბობ და აი აქედან არის ადამიანი დიდი ნიშნით ღირებული თუნდაც ის ათეისტი რომელიც ამბობს ადამიანის არჩევანი არ აქვს შენ ხომ სამყარო კაი ღმერთს დავანებოთ თავი რა ბედნიერი ხარ რომ ეს უნარი რო გააქვს შენ თვითონ რომელიც უარყოფ თავისუფალი ნება ამტკიცებ რომ ღმერთი არ არის აი რომელი ორგანოთი რომელი უნარი ეს უნარი ვინც მოგცა მადლობა უთხარი კაი ღმერთი არ დაარქვა ჯანდაბას მატერიას მაშინ ეს რო თავისუფალი ხარ დეტერმინირებული არ ხარ გაკვირვებული არ ხარ იძულებით არ ხარ ესე იმდენად დიდი თავისუფლება გაქვს რომ ხანდახან მეშინია ღმერთო შემზღუდე აღარ მინდა ამდენი ჭარბი თავის საერთოდ არ ხარ და მეშინია იმდენად ფართოა ყველგან ვიხედები ყველაფერი შემიძლია და ხანდახან ვერც ვიყენებ აი ერიხ ფრომს აქვს ბექსტვას ანუ თავისუფლებისგან გაქცევა ადამიანი ვერ იტანს თავისუფლება და ყიდის იმიტომ რომ გაძლება უნდა ამას უნდა მოკლედ ვერც იჯერებ საბოლოო ჯამში რომ ახლა თავისუფლება გაქვს ადამიანი არ ვიცი მაშინ გაუმარჯოსი პირველ მატერიას ვეთაყვანები ვისი ნაპწილი მე ვარ ამდენი მილიარდობით წლის მერე მე ესე თავისუფლება იმაში ვაღიარებ იმ პოტენციას შესაძლებლობას რომელმაც მე ეს მომცა ის არის ჩემი ღმერთი მე ცითრას ვამბობ რომ აი ადამიანის ბუნებაც თითქოს ეგეთი არის რომ ვერ იჯერებს რომ ახლა თავისუფლება აქვს ვერ იჯერებ რომ პოტენციალში შეიძლება ახლა თავისუფლება არის იუდა რატო ქრისტეს რატო გაყიდათ ესე იუდა ჩვენ ხომ საწყალი იუდა სახელსაც არ ვარქვენ ბავშვებს და მე როგორ ვფიქრობ ეს მე მაქვს უფლება ჩემი აზრი მქონდეს მან დაიწყევლა თავი და არანაკლები ალბათ ჯვარს ზიდავს ადამიანურ ბუნებაში იუდას სახე ვიდრე ქრისტე იმიტომ რომ სამყაროთი წყევლა გახდა ამ საქციელი და ეს არ არის ჯვარი ისიც ხო ღვთის ხატება და არ დაგავიწყდეს მოციქულია და როგორ ფიქრობ ქრისტეს შეეშალა ახლა და ვერ გამოიცნო ვინ იყო იუდა თუ პირდაპირ ბავშვურად გავიგებთ მაშინ 64-დანაც ღმერთმა დაუცაცხა ბავშვებს იქ რაღაცა ხელი რომ მოკიდეს იმას ღმერთი არ ხედავდა და მე გაუბრაზდა ნახე როგორ ეკითხება ადამ რატო დამიმალე ხომ არ გიჭამია ესე იგი რა ვქნათ ახლა იქით იყურებოდა ვერ ნახა და ბავშვებმა გააფუჭეს ყველაფერი ამასობაში და ეს მაშინ ისიც უნდა დაიჯერო იუდა ამ მნიშვნელობით პირდაპირ მნიშვნელობით სატანა იქ ისეთი სიღრმეებია მე გეტყვით იუდას ტრაგედია აიგა ჩვენ ტრაგედია რაში იცი ვერ დაიჯერა უპირობო სიყვარული სამწუხარ და განა იუდობას ჩვენ ყველანი არ გავდივართ ეჭვებით ვინმე შენ შეიძლება არც იცოდე რამდენ ადამიანისთვის გაგული ნატკენ რომ არ გჯეროდა მისი და შენ რა იცი რომ ისიც ქრისტე იყო რომელსაც იუდასავით ვერ გაუგე შეგიძლია თქვა რომ არ გაიკეთებია ასეთი არა ვერ ვიტყვი მეც ვერ ვიტყვი მაშინ რა გიდა იუდასთან ვერ გავიგე სად მიდიხარ იუდა ცუდი ბიჭი და შენ კარგი და ქრისტე იუდა ეს ყველაფერი პერსონაჟებით და ამ ყველაფრის მერე ხდება აღდგომა იუდასაც ქრისტე როგორ ფიქრობ იუდას გზად საჭირო იყო მერე მოდის უკვე აღდგომას ჯვარცმა აღდგომა და ჩვენც პიროვნულად ყველა მისტერია ჩვენში ყველა პერსონაჟი ჩვენშია პილატე ხელსროება შენ არ დაგიბანია ხშირად აბა ასფალტი ვჭამო ეს არ ყოფილა რომ აბა შვილებს რა უყო მაშინ და თვალი დაგიხუჭია ჭეშმარიტების რა არის ჭეშმარიტება პილატე არის პოზიტიური სამართალი რომის სამართალი რომელიც არის მწვერვალი სამართლის და ამ დროს არის ჭეშმარიტება მართალი სამართალი და ეს არის ადამიანური სამართალი ადამიანური სამართალი ვერ უგებს ამას და მე დილემის წინაშე დგება იცის პოზიტიური სამართლით ქრისტე არ არის სიკვდილის ღირსი სამჯერ გაიყვანა საწყალმა უნდა რომ იმათ არ იყვირო რომ გასე არ უნდა გაცება და ბოლოს ამბობს რომ ვცემო ნუ რომ დააკმაყოფილოს მათი ჟინი ოღონდ გადაარჩინო არა ისინი ყვირიან მისი სისხლი ჩვენზე და ჩვენ შვილებზეო და პლუს ეუბნებია თუ შენ მაგას გაუშვებ შენ კეისრის მოღალატე ხარ იმიტომ მეფე დაცხადებს თავს და მეფე არის მარტო კეისარი და შეშინდა პილატეს უკვე ახლა დილემას წინაშე დგას ან ასფალტი ჭამოს ანუ დაკარგავს კეისრის იმას ან და ჭეშმარიტებას უერთგულოს მაგრამ თუ ჭეშმარიტებას უერთგულებ ასფალტი ვჭამო ანუ რა მე დავკარგო ყველაფერი და რას აკეთებს
ხელს იბანს. როგორ ფიქრობ, ხელის ბანვა რა არის? რასაც ყოველდღე შენ თავის მოტყუება ვერ გეყო, უბედურია, ვერ შეძლო ამის იქით გაქაჩვა. დაინახა ქრისტე, ჭეშმარიტების წინაშე იდგა სამწუხაროდ. ეკითხება კიდეს, რა არის ჭეშმარიტება და ქრისტე საერთოდ გაჩუმდა რახან ეს კითხვა დასვა. არც და მე არ პასუხობო. ანუ ეს არის ადამიანური შესაძლებლობის წვერვალი, როცა ის ჭეშმარიტების წინაშე დგას, მაგრამ იმის იქით წასვლა არ შეუძლია ადამიანებუნება. იქ კვდება, იქ თავდება პოზიტიური სამართალიც ილეწება, ფილოსოფიური აზრიც ილეწება. ყველანაირი ადამიანური შესაძლებლობა ჭეშმარიტების წინაშე უძლური ხდება, გაიგო ჭეშმარიტება იმის იქით არის და მაშინ რითმი ვწდებით. აი აქ არის. რითმი ვინ არის პირველი, ვინც მაცხოვრის აღდგომა იხილა? ვინ არიან ეს? ფილოსოფოსები, ღვთაებთავარმა ნახავითო, დიდმა ადამიანებმა, მენელსასხიბლი დედებმა. ვინ არიან? უმაღლეს დამთავრებულები, რაღაცა კემბრიჯი აქვს დამთავრებული, და რაღაც დიდი დედები არიან, ესენი განსაკუთრებულები, რომლებიც ადამიანური სიყვარულით უყვართ, მეტი არაფერი, მათ არ წმენა აქვთ. ისინი მიდიან, რომ ნელსასწრებელი ცხონ გვამთან მიდიან, სად რა აღდგომა ისა, მაგრამ უყვართ. ადამიანურად უყვართ, იმის იქით არ შეუძლიათ და როცა მარია მაგდალენელი, სალომეა ისინი მიდიან და ის საფლავიც ვერ ნახეს, გვამიც კი ტირილს იწყებს. იქ ვიღაცა მებაღე ეგო ნამდვილ ანგელოზი შენ ხო არ წაიღეო? და ამ დროს იესოც იქვია და მარია და ეს უცბად ხო უკვე გამოერკვა და რაბუნია უნდა ჩაუვარდეს ფეხებში და ისე უბრალოდ ნოლიმე ტანგერე თუ გაგიათ ესეთი ლათინური გამოთქვა არ შემეხო. და მამასთან არ აბსურდა. ანუ უყურეთ, როდესაც სიყვარული ზღვარზე მიდის, შენ არ გწამს ღმერთი, არ ლოგიკა გაქვს, არ განათლება გაქვს, მაგრამ რაღაცა ენერგიულობა, რომელსაც მიყავს გადაგალახინა შიში, იმიტომ რომ ებრაელებს, იუდეველებს ჰქონდათ ისა, რომ ვიც მიუახლოვდეს შეიძლება გაესამართლებიან ჩუმად ადრე დილად რა მიაქვს, ნესაცხებელი, რა ისწვით, გვამი გააპატიოსნო, სად არის აქ წმენა? წმენა მერე მოდის როგორ საჩუქარი შენი გულწრფელობის გამო. ანუ ვის წამს უზაკველებს, გულწრფელებს, ბავშვებს, რომლებსაც მიუხედავად ლოგიკური სისტემებისა და რაღაც სამყაროს ქირქილისა, რომელიც დაგცინებს თავისი გალაქტიკებით, უხეში კანონებით, სად არის ღმერთი, აგერ მიწისძვრები, აგერ უბედურებები, ჯგლეთა ტექნიკა და ამ დროს პატარა ვარდი გიჭირავს ხელში, პატარა ბატკანი დამიხატეო. პატარა უფლისწულში როწერია, სად მანქანა, თვითვრინავი, უდაბნო, რაღაცა ტექნიკა და პატარა ბატკანი დამიხატო ვიღაცა მოდის. ეს შენ ბატკანი შენშია და ის პატარა უფლისწული, რომელიც ალოგიკურია. და აი ეს არის დილემა კაცობრიობის და ადამიანის პირადად, რომელი გზით წახვა. თლიანად გშთანთქავს ეს ტექნიკა, ეს ყოველდღიური შესაძლებლობების არსებობითი ბრძოლა, ატომური ბომბები და პუტინები და ვიღაცები, ეს რეალობა ეს არის, თუ აი ეს მოკანკალი, რომელიც იესოს საფლავს ეძებს, რომ გვამი სიყვარული მოჭარბებული მეტი არაფერი არ გააჩი, უძლურია, მაგრამ ცოცხალია და მეორე მხრივ ცოცხალია, მაგრამ უძლურია და გული არ აქვს. და აი სად მოდის გამოცხადება, არა ლოგიკოსებს ეცხადება, არა ფილოსოფოსებს, არა ღვთაებთავრებს, არა ადამიანურ, არამედ აი მენელსაცხები დედები, რომელი პირველი არის ამდგარი მაცხოვარი ხილე. და როცა ამ ზღვარზე აიგა, ადამიანს მეტი არ შეუძლია გარდა იმისა, რომ იტიროს უზურად. გარდა იმისა, რომ პატივი მიაგოს სიკეთეს, სიყვარულს, ბავშვურად ჯეროდეს თუნდა და როცა ცრემლები წასკდებათ ამათ, როცა არაფერი არ არის, აი ცრემლებმა აი ეს ბინდი ტვინისგან შექმნილი ჩამორეცხა და მიღმა სამყაროში გადიან უკვე ანგელოს ხედავენ და ქრისტეს იქით. აი თუ გინდა მოიხილო სამყარო, რომელიც აი ამ ტოტალური ბნელი რაღაცა აგრეგატივით რაღაც საშიში, აი მე მეშინია სამყაროს უკვე პატარა ბავშვს ეშინია ქარხნის გურუხუნის, აი შენ რო იყო ქარხნის დირექტორი რო იყო და 2 წლის ბავშვი რო წავიყვანა ჩემი შვილი და რო ნახავს ეს ასე გურუხუნებს თვითონ არაფერს არ ტოვებს არაფერ, რა ქრისტე, რა სიცოცხლე, რა ვარდი, რა ყვავილი, რა ისა მექანიკაა ყველაფერი. ეს სისტემები დიდი და აი აქ არის აი ამის მიღმა ჯიუტად ვიღაცა ძევახ სიცოცხლეში ჩემო ის ბროწეული რა მოვიდა ნატრის ხეში ბოლოს მაინც ამ წარმავალობის აი ამ მაგისტრალურ ხაზზე არაფერს რო არ ტოვებს კარდო ითელება მარიტა იქოლება სისტემა თითქოს გამოსა უძლურია
და აი აქეთ ამ ნანგრევებიდან მაინც ბროწეულის წითელი ყვავილი ამობიბინდა. აი ეს არის სიცოცხლის, აი ეს არის ქრისტე. აქედან უნდა დაიწყო და არა გარედან კი არა გადაიწერო. უცბა შედეხა და ხარახა სანთელს დაიჭერს, მასე ყველას უჭირავს ეს სანთლები. ესე გამარტივება და მარტო აი ესეთი რედუცირება და ასე დაკნინება არაფერს არ მოკვიტას და მოდი გულის გულში ვეძებოთ და არ ეს შეგწხვეს და ერთი ლექს ვიტყვი მე რომელსაც მოყვა წმენის დაბადება და მე ალბათ როცა არის მე უნივერსიტეტში ვიყავს ყველგან ყვები ახლა მაგას კი არ მოყვები უბრალოდ შენი გადაცემისთვის როცა ათეისტი ვარ არაფერი არ არის გარშემო ხო და ერთადი სიყვარულის იმედი მაქვს და რაღაცა ის სიყვარული და აი ეს გარშემო სიცრუე და აი ვინყვირის აი ეს სული რომელიც იმის ჩემში კი არ იყო მარტო აი ამაშია ძალა რომელიც შეუძლია გახეთქოს ყველაფერი ყველა სისტემა რომელიც ჯიუტია პატარა ნერგი პატარა ჩიმასავით რა მარცვალივით თითქოს უზური არაფერი არ ჩათესავენ მიწაში ზევით ბლანტი მიწა და იღვიძებ და პროტესტი აქვს და გაარღვევს ამას ყველაფერს და ხედა მოიზრდება და ნაყოფს მოგწ აი ეს ძალა არის ადამიანი თავისუფალი ნება ეს დაკვირვებადია უკვე აი ეს არის რაც გაკეთა როგორ შეიძლება მე სუარყო და აი ეს როცა ეს მომიჭერა ამ ათეისტურმა სისტემამ და გასაქანს არ გაზებს შიგნით კიდე ვიღაცა ცხოვრობს ჩემში რომელიც ამ საყაროს აღიქვამს როგორ დილეგს აკანს და არა აქვს ძალა რომ დაანგრიოს გარეთ მაგრამ შიგნითაა გამბოხი თუ აღარ დაგჭათ დასათესი ან დასათოხნი რად გამაჩინეთ ბუნებით გლეხი თუ აღარ დაგჭათ დასაცავი ან დასაპყრობი რად ამიხსენით მაშინ ხელფეხი ყველაფერი თუ ცხადია და გამორკვეული რაც შემასწავლეთ რაც კი მასწავლეთ მიზანი რამე თუ არ დაგჭათ გამორჩეული ცისკენ ყურება მაინც მაცალეთ სალოცავი თუ აღარ დაგჭათ მუხლ მოსაყრელი ლოცველის სული რად დამატანეთ ყვავილები თუ აღარ დაგჭათ გულს მოსაყრელი ლამაზად სიკვდილს რად დამახარბეთ ქალი არ დაგჭათ თუ გიქვეყნათ შესაყვარები ვინც შევიყვარე რად შემოყვარეთ აი ეს კითხვა თუ კი შენში გაჩნდა ჩათვალე რომ აღდგომა მოხდება მთელი მატერია დაილეწება ეს არის სიცოცხლის მარცვალი კითხვა რა და რატო რისთვის ეს თუ გულის წეტეში გაგიშდა დასვი ეს კითხვა ჩათვალე რომ ის აუცილებლად ჭირნახულს და პასუხად ამოხეთქავს აქედა და ამას თავის საკვებად აქცევს ყველაფერს ამ როგორც მიწას საკვებად აქცევს მარცვალი ჩვენო ისაო დაგმარხეს მათ ეგონათ რომ ისაო დაგვასამარესო მაგრამ ჩვენ დავმარხესო რომ ამოსულიყავით იქიდან რევოლუციონერებს აქ დამავით აი ზუსტად ასე ვარ ჩვენ დამარხული და ძვერ ქართული სიტყვა დამარხვას რას ისევს შენახვა გადანახული გადვაგვინახეს მატერიაში და იქ ჩადებულია ძალა ვინც დამბადა შეძლებაც ამ მანვე მომწაწილებლად მტერთა ამ მატერიას ცივ გლუვ შავ მიწას მტერს ბჭყალებში ოყონ მტერი კი არა დედაა ის ამ დროს იდეისთვის თორე თესლად დარჩება თუ დედა არ იქნებოდა ნახე რას აკეთებს ეს ამ ჭამს ამ შავ მიწას ფორმას აძლევს და მიწაც გახარებულია რომ ის ეძლევა და ამოიზრდება რა დაძგიდა იმ მრავალფეროვან ბაყნარად რომელსაც ქვია სწორედ 60-ის ბაღის მოდელი და მოკლედ რა ვიცი ალბათ მეტნაკლებად შეიძლება მეტნაკლებად არა ძალიან მაინც ყველაფერს უახლოვდებით ჩვენ ხო იცით რა არის მე პირველად მქონდა საუბარი ხუდელთან როგორ პირველად ვისაუბრე ხუდელთან ბავშვობაში მისაუბრია მაგრამ ეს დასრულ ასაკში ესე ვთქვათ და ვერ ეხლა რომ წმინდოდა ეს რამე კითხვის დასმა პირდაპირ გულწრფელად ვეტყვი მაყურებელს თქვენ იმდენი იყო ჩემში შინაგანად ეხლა სამხედრო იყო რასაც გადაგახვალ თვალები რომ იწყენდება ხედავდით სხვათა შორის აი მაშინ მე თუ გავაკეთებ საჯარო აღსარება აი თუ რამე ღირებული ვთქვი გეფიცები აი პირჯვარს ვიწყებ რამაც მომწონს ეს არის შენი აწყლიანებული თვალების ხედვა აი მაშინ ეს არის მარია მაგდალეტი ლოგიკაზე მეტია და ყველა იმაზე მეტი ახორხილ ჩახორხილს ხო აი ერთ ეპიზოდში ვიძახი თქვენც მოგიყვებით მე მქონდათ ხო ერთ ქვეყანაში ვიყავი მოკლედ და დიდი მყინვარის წინ ვიდექი და ტიროდი და ვერ ხვდებოდი თან რა მატირებდა მაგრამ მქონდა შეგრძნება რომ აი
ამ ყველაფრის ნაწილი ვარ თქო და თან რა პატარა ვარ თქო და თან რა თან რა დიდი დიდი ვარ ვარ. თქო. აი და მაგას ვამბობდი იმ ეპიზოდშიც რომ თითქოს მაშინ შემოვიდა აი რაღაც ღმერთი ეგ იყო ჩემთვის. ეგ შეგრძნება იყო ღმერთი და აი რაღაც ოკეანესთან რო შევეხე და აი თითქოს მაშინაც ეგ შენ შეგიძლია ხა სადმე წახვიდე ახლა ლაბორატორიაში მეცნიერული მაშინ ანალიზი გაგიკეთონ ეს ღმერთი იყო თუ ჩემი ჩაგონება უჭირდება? არა ამჯერად. შეამოწმებინე ვინმე ეს ხო თვითონ ამოწმებს თავის თავზე. ეს ხო შენი საკრალური მდგომა ამას რა თუ დამტკიცება? ის თვითონ ამოწმებს ეს მდგომარეობა თავის თავზე და მოდი გაუფრთხილდეთ ამას. მადლობა ძალიან დიდი. ვერაფერს ერთ კითხვას ვერ დავსწო. ჩემი მდგომარეობა მე მგონი აღწერს ისედაც და ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. მადლობა რომ აი ეს დრო გამონახეთ ყველაფრის მე დარწმუნებული ვარ რომ ერთ-ერთი კი არა ერთ-ერთი დიახ მე საცხები დედა იქნებოდი შენ. ეპოქაში რო გეცხოვრო აუცილებლად იესოს არ დატოვებდი ბოლომდე. დარწმუნებული. მადლობა ჩემ მოყურებელს.